ორი ახალი დამსწრეც ყავს და პრინციპში კი არის ისე აწყობილი ეს ლექციები, რომ თემატურად ებმის ერთმანეთს და ყოველი შემდეგი წინაზე არის დაშენებული, მაგრამ თქვათ ახლა ისიც არის, რომ რაღაც კლასტერებათაც არის დაყოფილი. წინა ორი ეგნატე ნინოშვილს შეეხო, ეხლა ეს ჟორდანიას სახით რაღაც ცალკე თემატურ ბლოკს გახსნის და ამიტომ მგონი ხო, დიდი დანაკარგი არ იქნება და თან თვითონ ლექციის განმავლობაშიც ვეცდები, რომ ავამუშავო ის ზოგადი პრინციპებიც, ხო, ეს რაღაც ის კრიტიკული მიდგომა, რომელიც უფრო აბსტრაქტულად მოვხაზეთ პირველ შესავალ ლექციაზე. და რაღაცნაირად თუ თქვათ ვიდეოც არ გვაქვს ნანახი, რაღაც ერთიანი ზოგადი წარმოდგენა შეიქმნება თვითონ ლექციის კურსის სულისკვეთებაზე. ხა ჟორდანიას შემთხვევაში რაც დღეს მინდა რომ მოვასწროთ არის რომ კი ვითომ თქვათ მის პირველ პერიოდს ვეხებით თქვათ დამოუკიდებლობამდე და 1907 წელი ავიღე იმის გამო რომ ეს ილია ჭავჭავაძის კვლელობა ესეთი დღეს ყოველ შემთხვევაში სრულიად წყალგამყოფი ისტორიული მოვლენა არის, ხო, რომელმაც დიდწილად განსაზღვრა მერე ჟორდანიას და მისი ბანაკის აღქმაც და ძალიან ესეთი ნეგატიური ადგილის მიჩენა, ხო, ქართულ ისტორიულ მეხსიერებაში, რომელიც ცარიელ ადგილზე ესე, ძალიან ისეთი პროპაგანდისტული პროექტი იყო, რომლის პარალელებშიც ეგ ნარატივი შემუშავდა, ხო. ეს რაღაცა პირველი პერიოდის მოკლედ ჟორდანიას როგორც თეორიული მთავარი ხაზები გვინდა მოვიხილოთ და ამავდროულად მუდმივად თვალთახედვაში ვიქონიოთ აი ეს ნეგატიური რაღაც საბურველი, რომელშიც გახვეულია ჟორდანიას ხსოვნა და რომელიც საერთოდ ამრუდებს მისი ფიგურის აღქმასაც და საერთოდ წაკითხავებას უკარგავს მის ტექსტებს, ხო? ან არც კითხულობენ, იმიტომ რომ რას ქვია ილიას კვლელის რაღაცა ესა და ტექსტებში ვიკრიკიტოთ და ან მეორე მხრივ უბრალოდ საერთოდ ელემენტარული აღქმაც არ არის იმ კონტექსტის, რომელშიც იწერებოდა ეს ტექსტები და იმ ლოგიკის, რომელშიც თქვათ იგივე ის რაღაცა უთანხმოება, რაც გააჩნდა ჟორდანიას ბანაკს ილია ჭავჭავაძის ბანაკთან, ის კონტექსტი, რომელშიც საერთოდ აზრი ქონდა, ხო, იმ უთანხმოებას, როგორითაც ის გაიშალა 1890-იან წლებში. ხო, მაგრამ ანუ იმდენად ეს ვამზადებდი ახლა ლექციას იმდენად შეიძლება ახლა აქ მჯდომებისთვის არ არის ეს თქვათ რელევანტური, მაგრამ როცა ქართულ საჯარო სივრცეში იწყებ ნოე ჟორდანიას ლაპარაკს, იმდენად ყოვლის მომცველი არის აი ეს რაღაცა ეს ილიას კვლელის ეს ხატი, ხო, რომ და თავის მხრივ იმდენად ყოვლის მომცველი არის თვითონ ილია ჭავჭავაძის ფიგურა, ხო, ნახეთ კიდევაც აი ნინოშვილზე რო ლაპარაკობდით, როგორ უცებ გადაძალავს მისი ფიგურა რაღაცა უფრო დიფერენცირებულ ისტორიულ ნარატივს, რომელშიც თქვათ ნინოშვილსაც რაღაცა როლი უკავია და თქვათ მან და ჭავჭავაძესაც თავისი რაღაცა დაქვემდებარებული როლი აქვს, ხო? ანუ ვიღებთ რაღაცა ისეთ ნაციონალისტურ ნარატივს, რომელშიც ილია ჭავჭავაძე მართლა ყველაფერს ყლაპავს და ფაქტობრივად რაღაცა ერთი დიდი სტატიკური მოცემულობა არის, რომელშიც იდღლაბნება ყველა სხვა ფიგურა, ხო? მისი ყველაზე ესეთი მოსისხლე, ასე ვთქვათ, მოწინააღმდეგეც კი პოლიტიკურ ველზე. ამიტომ ხო ძალიან რთულია ესეთი გამრუდებული და გაყალბებული როცა არის ეს მეხსიერების ველი და მთლიანად ის კოორდინატები, რომლებშიც საერთოდ აღმოცენდება ხოლმე თქვა ჟორდანიას ფიგურა, რომ ძალიან რთულია რომ რაღაცა უფრო ესეთ საქმიან
იმაში განხილვაში შეხვიდე, იქ თქვათ, როდის ვინ სადაც იტირა ჟორდანიამ და ვისი გავლენები ჰქონდა და ასე შემდეგ. ამიტომ რაღაცა უფრო მართლა ზოგადი კოორდინატების სახით გამოვკვეთოთ, აღვადგინოთ რაღაცა ის ძირითადი ხაზები, რასაც ის თემატურად ეხებოდა, გამარჯობა. ისევე როგორც რა ტიპის ეპოქალური გარდაქმნები იყო, რომლებმაც თქვათ განაპირობა ჟორდანიას ნაწერებში თქვათ რაღაც აქცენტების წანაცვლება აი 1890-იანი წლების დაწყისიდან მე-20 საუკუნის დასაწყისამდე და პირველ რუსულ რევოლუციამდე, ხო, რომელიც 1905 წელს იფეთქებს. ხო, მასა ვქნათ, რომ დავაკავშიროთ ჟორდანიას ფიგურა იმ ჩვენს წინა ლექციებთან და ნინოშვილის სახით, რომ აი ეს ინტელიგენტად ჩამოყალიბების პროცესი რო აღწერეთ და როგორი რთული იყო ეს თქვათ ნინოშვილისნაირი ხელმოკლე ფიგურისთვის და როგორ მუდმივად ეს ცხოვრება და თქვათ მისი ჯანმრთელობა სხეული მისი, ხო, როგორ ითრევდა უკან რაღაცა ისეთ მატერიალურობაში, რომელმაც მე შეჭამაკიდებათ, ასე ვთქვათ და არ დააცადა, რომ ბოლომდე ვთქვათ გაეშალა ფრთები აი ამ ინტელიგენტობის, აი რაღაცა სულიერი კულტურის მწერლობის თუ კრიტიკოსობის გზაზე, ხო? ეს ანუ ნინოშვილი ფაქტობრივად აი ამ გაფეილებული ინტელიგენტის სახე არის, ხო? მაშინ როცა ჟორდანიას სახით სწორედ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმავე პერიოდში, ნუ კი უმცროსი თაობის არის უფრო, მაგრამ სწორედ იმ წელს, როცა ნინოშვილი გვტება 1894 წელს, ჟორდანია რო გამოდის უკვე საჯაროდ თავისი ასპარეზზე თავისი პირველი დიდი თეორიული პროგრამით, მაკედან მოყოლებული და მანამდეც, ვთქვათ, რომ ევროპაში რო სწავლობს, მერეც რო მიდის მრავალი წლით ევროპაში და იქიდან რო აგზავნის თავის სტატიებს და ივერიას და მთლიანად ილიას ბანაკთან რო მართავს ცხარე კამათს, ნუ ჟორდანია არის ის ინტელიგენტი ფიგურა, რომელიც ფაქტობრივად სწორედ აი ყოველსეთი წარმატებული ბოლომდე შემდგარი ინტელიგენტის რევოლუციონერი ინტელიგენტის ხატი არის ფაქტობრივად. ისევ და ისევ, ოღონდ რა თქმა უნდა, ძალიან კონკრეტული მატერიალური პირობების საფუძველზე ჟორდანია განსხვავებით ნინოშვილისგან იყო, ნუ ხელმოკლე, მაგრამ მაინც აზნაურის გურული აზნაურის ოჯახიდან, რომელმაც ესე იგი მამამ, ესე იგი რაღაცა მომენტში სიმინდის ძალიან კარგი მოსავალი მიიღო და იმის შემოსავლით ადგა და მოახერხა გაეშვა თავისი შვილი ევროპაში და იქ რაღაც ელემენტარული უზრუნველყოფილი ცხოვრება ჰქონდა, რომ მთლიანად მიწყნოდა სწავლა განათლებას. მაშინ როცა ნინოშვილი იმდენად წირი რესურსებით მიდის, რომ ბოლოს ანუ პარიზშიც ვერ აღწევს, რომელიც მისი საოცნებო იყო ადგილი იყო მთელი თავისი რევოლუციური ისტორიის გამო და ნუ ბოლოს მონპელიეში ქუჩის მგველად ასრულებს აი ამ ევროპულ ვოიაჟს და ნუ ძლივს გამოაღწევს, ძლივში აგროვებს ფულს რომ უკან ჩამოაღწიოს და უკვე გურიაში დაბინავდეს. ხო, აი ამ ხრივაც ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჟორდანია არის რაღაცა ის მეორე განშტოება აი იმ საწყისის, რომელიც ნინოშვილის სახით წინა ლექციებზე მომხაზეთ, ხო? ეს ინტელიგენტობა, როგორც რაღაცა ტიპის სუბიექტურობა, რომელიც ცდილობს, რომ ხო, საზოგადოებრივი გავლენა მოახდინოს წერლობის გინ მხატვრული თუ თეორიული მწერლობის მეშვეობით და რაღაც ტიპის დისტანციიდან აღწეროს, კონდეს რაღაც ტიპის ობიექტური წვდომა საზოგადოებრივ რეალობასა და ტენდენციებთან, ხო? და ამით იყოს გარკვეულწილად ამაღლებული ამ ყველაფერზე. ანუ და მით უმეტეს ისიც ვახსენეთ, ხო? მე მგონი, რომ განსხვავებით აი არისტოკრატიული კულტურისგან, რომელიც აი თანამედროვე ტიპის ბეჭდური აი პრესის გაჩენამდე არსებობდა, არა მარტო ქართულ სივრცეში, ხო? სანამ თქვა აი დროება გაჩნდებოდა, როგორც პირველი ესეთი სტაბილური გაზეთი, უფრო ეს ზეპირსიტყვიერი რო იყო ეს არისტოკრატებს შორის
არსებული ეს ლიტერატურული კულტურა და წარმოთქმაზე, ხო, ცოცხალმეტყველებაზე და ფიზიკურ გაცვლა-გამოცვლაზე ორიენტირებული, აი პრესის სახით ვიღებთ აი რაღაცა უფრო უსხეულო, ასე ვთქვათ, ბეჭდურ სიტყვაზე ორიენტირებულ კულტურას, რომელშიც თან როგორც წესი ფსევდონიმით წერ, ისევ და ისევ თუ არ ხარეს თავადი ილია ჭავჭავაძე, რომელიც სიამოვნებით აწერს თავის სახელით ხელს, მაგრამ თუ ხარ ვიღაცა ესეთი უაზნო, გირჩევნია ფსევდონიმით დაწერო, იმიტომ რომ ეს გაძლევს საშუალებას, რომ აი ამ ბეჭდური სიტყვის, ამ აბსტრაქტულობის მიღმა შენ წაშალო აი ეს შენი კონკრეტული სხეული, შენი ეს კონკრეტული დაბალი სტატუსი და შენს, ასე ვთქვათ, არგუმენტს დააცადო, რომ იმან გაჭრას და ის იყოს წარმართველი და იმითი შეფასდე, ასე ვთქვათ, ხო? ეს არის ის რაღაცა კულტურა, რომელშიც ბანაობენ, ასე ვთქვათ, უკვე ეს ნინოშვილიც და ჟორდანიაც როგორც რაღაც თევზი წყალში. ხო, და აქ ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი, რომელიც ჩემი მიერ თავის დროზე გამოგზა მასალებში ატვირთულმა ანთროპოლოგმა პოლ მენინგმა შენიშნა, არის ის, რომ აი ეს ქართული პრესა, როგორც ქართული ინტელიგენციის მთავარი, ასე ვთქვათ, სამოქმედო ასპარეზი, რომ ყალიბდება ეს უსხეულობა, ასე ვთქვათ, ხო, რომელიც ვახსენეთ, ამავდროულად განუყოფელია რაღაცა ისეთი პოზიციის დაკავებისგან, რომელიც არის თითქოს არსაიდან მზერა, ხო, და ზემოდან განყენებული მზერა, მაშინ როცა თქვათ ის ხალხი, რომელსაც აღწერს ეს ინტელიგენტი არის ძალიან ეთნოგრაფიზირებული, ძალიან კონკრეტული, ძალიან დიალექტით და ათასნაირი რაღაც სპეციფიკური მახასიათებლით დახუნძლული, თითქოს ანუ ვერ წყდება იმ თავის მატერიალურობას და ამდენად ნაკლებად რაციონალურადაც მოინიშნება და ამავდროულად ეს არის მუდმივად მზერა რაღაცა წარმოსახვითი ევროპიდან, ხო, რომელიც განიხილება როგორც აი ის რაღაცა იდეური თუ სივრცული ერთეული, ხო, ისე როგორც დღეს, ხო, ანუ ასეთი მაგპერიდან მოყოლებული ესეთი მყარი კონსტანტა არის ქართულ კულტურაში, ხო, რომ ეს ევროპა თუ დასავლეთი როგორც რაღაცა ის სასურველი ნორმატიული თუ რეალური რაღაცა ორბიტა, რომლის პერსპექტივიდანაც აფასებ აქ რა გაქდა, საითკენ უნდა წახვიდე, ხო? და ეს ინტელიგენტი ფაქტობრივად ხდება ეს შუამავალი აი ამ წარმოსახულ ევროპასა და აი ამ ნაკლოვან ქართულ აწყოს და ქართულ სივრცეს შორის. ხო, საინტერესო არის ის, რომ ესე იგი რო ახსენეთ ჯორდანიას პირველი სტატია ვრცელი ნაშრომი ეკონომიკური წარმატება და ეროვნება, როცა ის ქვეყნდება ნინოშვილის გარდაცვალებიდან, დაახლოებით ერთ თვეში, დააკვირდებით, რომ ესე იგი ეს არის მოამბე, რომელიც იყო ეს ეგრეთ წოდებული სქელტანიანი ჟურნალი რუსული ყაიდის, რომელიც თვიურად გამოდიოდა, ეკუთვნოდა ნიკო ღოღობერიძეს, რომელიც არის ჭიათურაში მანგანუმის ინდუსტრიალურ მოპოვების პირველი, ხო, ქართველი, ასე ვთქვათ, სულის ჩამდგმელი, რომელიც აფინანსებდა ამ ჟურნალს და თან თვითონაც იყო, ხო, ასე ვთქვათ, წიგნობარი. და ესე იგი ამ სარჩევში გვაქვს ნინოშვილის ნეკროლოგიდან დაწყებული, გალფონს დოდეს თარგმანიდან დაწყებული, ღვინის დაყენების ტექნიკით დამთავრებული და გვერდზე მერე მოყვება ეს ჟორდანიას სტატია, ხო? ანუ მართლა ყველაფერი არის ერთმანეთში არეული, ხო? რაც ანუ ისევ და ისევ ძალიან კარგი ნიმუში არის იმისი როგორი იყო მაშინდელი ქართული საჯარო სივრცე, იმიტომ რომ ეს არის ის პერიოდი, როცა პრინციპში მოამბე ითვლება, რომ არის ის გამოცემა, რომელშიც
როგორც ივერიაში თქვა, შეიძლება უფრო ილიას ხალხი დომინირებს და ისედაც ზოგადად ხო, თქვა რაღაცა ხალხოსნები და უფრო ეს ვისაც კონსერვატორი ქვია, ისინი დომინირებდნენ, არ იყო ჯერ გამოკვეთილი ხო, თქვა ეს მესამე დასის ხმა. მაგრამ ანუ მეტნაკლებად ყველას, სადაც მოუხერხდება, იქ აქვეყნებს. ხო, ისე როგორც, რა ვიცი, ხო, საუბარი იყო იმაზე, რომ ილია ჭავჭავაძემ ნოე ჟორდანია შესთავაზა თავის დროზე ივერიას რედაქტორობა და ანუ არ იყო ესე გავლებული, ხო, ეს რაღაც წყალგამყოფი ხაზები. რაც ოღონდ ძალიან საინტერესოა დღეს როგორ აღიქმება ხოლმე, ან თქვით რა დიდი ხანია რა ჩამოყალიბდა, აი ამ რაღაცა როგორც ესეთ უფრო ნაციონალისტურ კონსერვატორულ, ისე დღეს უფრო კიდე რაღაც წინ წამოწეულ, უფრო ესეთ ლიბერალურ ნარატივში, თქვათ აი ილია ჭავჭავაძის შესახებ, რომ ეს ილია რაღაც ისეთი რაღაც ფეტიშური მართლა ყოვლის მომცველი ფიგურაა, რომ ის უბრალოდ ანუ იმდენად ლიბერალია და იმდენად ეს არის შემწყნარებელი არის, რომ ის უთმობს ადგილს ისეთ, ასე ვთქვათ, ოპონენტსაც კი, როგორც არის ჟორდანია და ამით ფაქტობრივად მოინელებს თავის თავში შეიცავს ჟორდანიას ნებისმიერ სხვა ოპონენტს, ხო? ანუ იმდენად დიდი არის, რომ ეს ანუ ის თავის თავსაც და თავის საწინააღმდეგოსაც ახერხებს რომ დაიტიოს, ხო? მაშინ როცა ან თქო მეორე ამბავი არის, რომ ნაციონალისტები კეთვიან, რომ ნუ როგორ გაბედა საერთოდ ჟორდანია, მან ვინმე რომ ილიას ეპასუხებოდნენ, ხო? ეს საერთოდ როგორ კადრულობდნენ ესეთ რაღაცას, ხო? ანუ იმდენად უკვე აი ეს რაღაცა ეს ერის მამის ფიგურა გამჯდარი არის, რომ ფაქტობრივად თან აწი უკვე წმინდა ნაჩენაცული, რომ რაღაცა ღვთისმობის ტოლფასი არის, რომ შეიძლება რამეში გამოედავო თქვათ ილია ჭავჭავაძეს, ხო? მაგრამ ანუ ესეც რეალურად თუ დავაკვირდებით, აი მთლიანად აი ესეთი აი რაღაცა ეს მართლა ყოვლის მომცველი, ყოვლის შემხუთავი ხატება ილია ჭავჭავაძის არის მთლიანად ძალიან გვიანდელი სტალინური ნაციონალიზმის პროექტი, როცა ილია ჭავჭავაძე მართლაც აღსაყდარდება როგორც ეს ერის მამა, რომელმაც თქვა იქ რაღაც სოციალისტური ელემენტებიც ჰქონდა დასაწყისში, დემოკრატიული ტენდენციები და პლუს ნუ იქ სტალინს დაუბეჭდა პირველი ლექსები და ნუ ყველანაირად მოკლედ ესეთი ფიგურაა, რომელსაც შეგვიძლია ჩააფინო, ასე ვთქვათ, აი ქართული ისტორიის აი თანამედროვე ისტორიის ძირში და იმაზე მე აღმოაცენო როგორც უკვე ეს რევოლუციური მოძრაობა, ისე ყველაფერი დანარჩენი. და ამითი ის აქციო რაღაცა მართლაც ანუ ესეთ კონსენსუალურ ფიგურად, რომელიც აღარ არის აუცილებელი, რომ თქვათ იყოს უბრალოდ რაღაცა კლასობრივად რაღაცა ესეთი ანუ არისტოკრატი, მემამულე, ხო, კლასობრივ ჩარჩოში მოქცეული სპეციფიკური ფიგურა. და ამ ტიპის დღევანდელი მორიგი რაღაც გამრუდებით, ხო, სრულიად წაიშლება მართლაც ის დინამიკა, რომელიც მაშინ არსებობდა ქართულ საჯარო სივრცეში, რომ ერთის მხრივ რომ უბრალოდ ანუ არც იყო იმდენი რესურსი და იმდენი გამოცემა, რომ ასარჩევად ყოფილიყო და ახლა იქ წუნიაობა დაეწყო თქვა ჟორდანიას, სადგან მოქვეყნებდნენ რაღაცა უშველებელ ნაშრომს, როცა ერთადერთი იყო თქვა ეს მოამბე ესეთი სკელტანიანი ჟურნალი და მეორე მხრივ კიდე ეს არის პერიოდი, როცა უბრალოდ თანდათან იწყება პროცესში იწყება პოზიციების ისე გამოკვეთა და ერთმანეთთან დაშორება და ისე გაშალაშინება და ერთმანეთთან შეპირისპირებაში, ხო, საკუთარის და სხვისი პოზიციისაც რაღაცა უკეთ გალესვა, ასე ვთქვათ, ხო, და წახნაგების გამოკვეთა, რომ სწორედ მაგის მერე იწყება ცალ-ცალკე, ვთქვათ, გამოცემებში გადანაწილება, როგორც ვთქვათ, მე როგორ კვალში, გაზეთ კვალში შეჯგუფდებიან
ეს ახალგაზრდა მარქსისტები და თქვათ იბერია დარჩება ან თქვათ მოამბე თლიანად აი ამ რაღაცა უფრო ესეთ კონსერვატორი ჯგუფის ხელში და ეს მისვლა-მოსვლა უკვე ნაკლებად არის, ხო? მე-19 საუკუნის სულ ბოლო პერიოდიდან. ხო, ეს არის რაც შეეხება ზოგადად აი იმას თუ როგორი არის ის მართლა მატერიალური გარემოება, რომელშიც თქვა რაღაც გამოყენება შეგეძლო, თქვა 1890-იანების შუაში, ხო? და საინტერესო თქვა ჟორდანიას ეს ტექსტი ეკონომიკური წარმატება და ეროვნება, რომელიც არის კიდევაც, ხო, ეს პირველი ბეჭდური სახით პირველი ესეთი ფუნდამენტური ნაშრომი, ხო, მესამე დასის მაშინ როცა თქვა აი სილიბისტრო ჯიბლაძის ის სიტყვა, რომელიც მან წარმოთქვა ნინოშვილის საფლავზე, არის ის, რაც ხო წარმოთქმული სახით, ასე თქვა, გაჟღერდა, ხო, მე არ ვიცით, თქვა, ნაწერი დაიბეჭდა, თუ თქვა ის რაღაცა მართლაც უფრო ასე პირდაპირ ერთგულად მოხდა გადმოტანა გაზეთში იმისა, რაც ზეპირად წარმოთქვა სავარაუდოდ ძალიან სპონტანურად სილიბისტრო ჯიბლაძე. ხო, მაგრამ ეს არის მოკლედ პირველი ესეთი ტექსტუალური დოკუმენტი, ამაზეც ოღონდ როგორც ყველა ესეთ ძირეულ ესეთ საწყისურ მასე დამფუძნებლურ ტექსტზე აქაც გვაქვს სერიოზული ფილოლოგიური ბრმა ლაქები, იმიტომ რომ საუბარია იმაზე, რომ ეს არის გაფართოებული ვარიანტი იმ ტექსტისა, რომელიც იმ მოხსენებისა, რომელიც ჟორდანიამ რაღაცა დახურულ კრებაზე წარადგინა ერთი წლით ადრე, ხო, რომელიც მე განავრცო და რომელიც ოღონდ აქაც კი ძალიან ისე შემოკლებული ვარიანტით დაიბეჭდა და ის დედანი დაკარგულია, ამიტომ ესე იგი ისევ და ისევ როგორც აი ეს რაღაცა მითოსური მლადო დარჩიაშვილის ის ჯიბლაძეზე კიდევ უფრო ფუნდამენტური სიტყვა, რომელიც წარმოთქვა, რომ დაკარგულია და ბევრი სხვა ესეთი ნინოშვილის რაღაცა მოთხრობები რომ დაკარგულია და ამ შემდეგ, ანუ აქაც რაღაცა ესეთი პირველ ყოფილი დანაკარგი გვაქვს, ხო, რომელიც გვეუბნება, რომ ეს კი არის, მაგრამ აი საერთოდ კიდევ უფრო მაგარი რაღაცა ქონდა, რომელიც აღარ იძებნება. და საინტერესო არის ეს ტექსტი იმითი, რომ აი თქვათ დღესაც რომ აი ამ რაღაცა ილია ჭავჭავაძეზე ცენტრირებული პერსპექტივიდან რომ მუდმივად ნიველირება რო ხდება კონფლიქტის, ხო, საზოგადოებრივი კონფლიქტის და პოლემიკის, ხო, და თქვათ რაღაცნაირად დამონათება რო ხდება, თქვათ მესამე დასის როგორ საერთოდ ეკამათებოდნენ, ხო, ამ მოხუც კაცს და ამისთან ამაგდარ პიროვნებას. და თვითონ ილიას ბანაკის ერთ-ერთი თავარდებულებაც რო იყო ის, რომ რაღაცა ერთიანი ეროვნული ნიადაგი უნდა ყოფილიყო და პირიქით რაღაცა სრული მიუღებლობა იყო დასებად დაყოფის, ხო? ანუ რაღაცა საზოგადოებრივ ერთმანეთთან შეპირისპირებულ ჯგუფებად, როგორც ამ კლასებად, ისე რაღაც ტიპის იდეოლოგიურად შეკავშირებულ ჯგუფებად დაყოფის წინააღმდეგი რო იყვნენ. ისინი ხო, ანუ იბერიელები და ილიას ბანაკის წარმომადგენლები, ჟორდანია გვთავაზობს ერთგვარ გენეალოგიურად უდგება თვითონ იმ საკითხს, თუ როგორ ხდება საერთოდ რომ უთანხმოება, როგორც რაღაც საზოგადოებრივი პრინციპი ფეხს იკიდებს ხო, ამა თუ იმ საზოგადოებაში, ხო? საიდან წარმოიშვება საერთოდ ის პირობები, რომლებშიც შეიძლება გაჩაღდეს რაღაცა ფუნდამენტური საზოგადოებრივი უთანხმოება, ხო? ეს კლასთა ბრძოლის ფორმას მიიღებს, თუ თქვა რაღაცა ესეთი გამოკვეთილი იდეოლოგიური პაექრობის, ხო? როგორიც სწორედ აი დგება აი მესამე დასსა და ილიას ბანაკს შორის, ხო? და ეს საკითხი პირდაპირ დაკავშირებულია აი კაპიტალისტური ტრანსფორმაციის თემასთან, რომელიც იყო პრინციპში როგორც რუსეთში, ისე საქართველოში, როგორც რუსეთის პერიფერიაში წამყვანი თემა, ხო? 90-იან წლებში რომ შემოვიდა თუ არა ეს კაპიტალიზმი ჩვენში და რა უნდა ვქნათ ახლა აწი, ხო?
ამიტომ იყვნენ თქვა ხალხოსნები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ კაპიტალიზმი არ იყო შემოსული და შეიძლებოდა ისე მოგვარება საქმის, რომ დარჩენილიყო დასავლეთში ეს კაპიტალისტური განვითარება და თქვათ მე რუსეთში რაღაცა ადგილობრივ პირობებზე დაფუძნებით თქვათ იქ რო სოციალიზმი დამყარდებოდა უკვე ხო კაპიტალიზმია წარმოშობილია იმ პროლეტარიატის მიერ მოწყობილი რევოლუციის შედეგად ხო რომ ანუ იმის სიკეთეები ისე გადმოღვრილიყო ასე თქვათ რუსეთზეც ამ რუსულ პირობებზე დაფუძნებით რომ არ დაჭირვებოდა რუსეთსაც გაევლო ეს პროლეტარიზაცია და იმ ტიპის გაღატაკება რაც დაკავშირებული არის ხო თქვათ იმასთან რომ მყალიბდება და მრავლდება აი კაპიტალისტურ ინდუსტრიაში დასაქმებული მუშახელი, ხო, რომელიც როგორც წესი არის მიწიდან აყრილი გლეხი, ხო, ასეთი უმიწაწყლო ბოგანო ჟორდანიას ენაზე. და ჟორდანია აქ აი ამ საკითხს მსჯელობისას და რაზეც პრინციპში ის ყველაზე ძალიან ბევრ ავტორს შორის იგი ნუ ყველას აღიარებით ძალიან ყველაზე დამაჯერებელ პასუხს იძლევა, იმიტომ რომ მართლა თუ წაიკითხავთ ჟორდანიას ტექსტებს ყოველთვის არის რაღაც საოცრად მკაფიო, ლაკონური, პედაგოგიურად ზუსტი, მწყობრი, აი მართლა გამჭვირვალე დღემდე ძალიან სასიამოვნო საკითხავი თავისი სიმკვეთრით და ლოგიკური სიმწყობრით. და ის ახერხებს იმას, რომ როგორც ეს უთანხმოების თემაც, ხო, რომელიც ესე ეხამუშებოდა თქვათ იმ ძველ თაობას, ასევე ან თქვათ ძველი თაობის მომხრე ჟორდანიას თანატოლებს. ასევე თვითონ ეს ეროვნების საკითხი, რომელიც ხო დროშაზე ეწერათ ილიას ბანაკის წარმომადგენლებს ჟორდანი ახერხებს რომ ეს რაღაცნაირად გამოიყვანოს თავისი ამ სტატიკური მდგომარეობიდან, ხო, თქო, ეროვნებას აღარ განიხილავს ის როგორც რაღაცა ესეთ ფიქსირებულ მოცემულობას, არამედ გვაჩვენებს ისტორიულად როგორ იხარშება საერთოდ ის პირობები, რომლებშიც ყალიბდება ისეთი რაღაცა, როგორც არის აი რაღაც ქართული ეროვნული თვითშეგნება, ასე ვთქვათ, ხო, ძალიან გავს და წინამორბედია ერთგვარად იმ ნაციონალიზმის, იმ თეორიებისა, რომლებიც დღესაც პრინციპში ვალიდურია და ძალიან ისეთი მეცნიერული ღირებულება აქვს, ხო? ანუ ერის როგორც რაღაცა ისტორიული პროდუქტის თეორია და არა თქვა ერის როგორც რაღაცის, რაც მართლა ფარნავაზიდან მოყოლებული, ან ზიადან მოყოლებული დღემდე რაღაცა ერთი ფიქსირებული სტატიკური მოცემულობა არის, ხო? და ანუ ამოსავალი დებულება ამოსავალი წერტილი ჟორდანიასთვის არის ის რომ გვაჩვენებს თქვათ ეს ქართული ეს რეგიონული დაქსაქსულობა თქვათ იმ შუა საუკუნეების ერთიანობის მერე რომელიც ასევე მიაჩნია რომ თლათ ესეთი მოკლეხნიანი პირობითი რაღაცა იყო აი ეს რეგიონული დაქსაქსულობა და ქათიშულობა როგორც ეკონომიკური ისე პოლიტიკური რომელიც მერე ამ დიალექტურ და მთელ თქვათ ეთნოგრაფიულ რაღაცა დაქსაქსვასაც ხელს უწყობს ხო როგორ ერთიანდება ეს ზემოდან რუსეთის შემოსვლით და უკვე 19 საუკუნის მეორე ნახევარში განსაკუთრებით მთელი ტექნოლოგიური განვითარების, ხო, კომუნიკაციების განვითარების, რკინიგზის და სხვა ესეთი კავშირგაბმულობის მოდერნული მექანიზმების განვითარებით, როგორ იქნება ის პირობები, რომლებიც საერთოდ შეიძლება ხდიან რომ რაღაცა ერთიანი ქართული ეროვნული თვითშეგნების სივრცე წარმოიშვას, ხო? ამას შედის თქვა რეგიონების დაკავშირება ერთმანეთთან ეკონომიკურად და გამოსვლა საერთოდ ამ რაღაცა რეგიონული იზოლაციონიზმიდან, რომელიც ახასიათებდა ყოველთვის აი ამ ქართულ მიწებსო ამბობს ჟორდანია. მაგრამ ანუ მან გვაჩვენებს ასევე მეორე მხარეს აი ამ სქემის, რომ აი ამ გაერთიანებაში თქვა აი ამ პოლიტიკურ თუ იდეურ თუ რაღაცა ცნობიერების გაერთიანებაში უკვე რადგან საქმე გვაქვს კაპიტალიზმ
ტური დინამიკის მიერ მოტანილ პროცესთან ვიღებთ სულ უფრო გამწვავებულ კლასობრივ, საზოგადოებრივ ანტაგონიზმს, ხო? იმიტომ რომ ეს რაღაცა ერთ ნაციონალურ ცნობიერებად გაერთიანებული საზოგადოება ამავდროულად მაქსიმალურად ნაწევრდება კლასებად, ხო? თქვათ დაქირავებულად და დამქირავებლად. ხო, თქვათ დაქირავებულ უმრავლესობად, ხო, იმ დემოკრატიულ მასად და იმ მცირე კერძო მესაკუთრე კაპიტალის ფლობელ ხო, უმცირესობად, ხო? რომელიც თავის მხრივ, ასე ვთქვათ, საჭიროს ხდის უკვე რაღაცა ახლებური ტიპის გადაწყვეტას, ხო? ახალ ნაბიჯს ისტორიულს, რომელმაც უნდა მოიტანოს ის, რომ აი ეს კლასობრივი ანტაგონიზმი გადაიჭრას იმათ სასარგებლოდ, ვინც არის რეალურად აი ამ საზოგადოებრივი დოვლათის შემქმნელი, რომელზეც ჯერ კიდევ, ასე ვთქვათ, კერძო მესაკუთრეებს აქვთ სრული ბატონობა, ხო? ანუ არის ფაქტობრივად ეროვნული გაერთიანების და აი ამ ეროვნული გაერთიანება, რო ვთქვათ, თან საწინდარი არის და თან თვითონაც შედეგი არის აი ამ კაპიტალისტური ტრანსფორმაციის მაგაში ამავდროულად აი ამ კლასობრივი შუღლის გადაჭრის, გადაწყვეტის მოდელი არის, რომელსაც უნდა მოგვცეს უკვე ის, რომ თქვათ ჟორდანიას აწყოში, ხო, რომ ეროვნულ რაღაცა ერთიანობაზე ლაპარაკი, რომ რაღაცა დასებს, ხო, დასების არარსებობაზე ლაპარაკი, რომ ესეთი იდეოლოგიურ მისტიფიკაციად მიაჩნია და თქვათ ამაში ადანაშაულებს, ხო, თქვათ ილიას ბანაკს, რომ რაღაცა იდილიურ ერთიან რაღაცა ეროვნულ მას რაღაცა ოჯახს ხატავენ, ხო? ეს რაც ეხლა არის ტყვილი, იმიტომ რომ რეალური კლასობრივი ხო, სრული ხიჭათა ხილობა. მას მერე რაც ეს კლასობრივი ანტაგონიზმი გადაილახება, გვექნება რეალური ეროვნული ერთიანობა, რომელიც იქნება ასევე ამ რაღაცა სოციალური პირობების თანასწორობაზე დაყრდნობილი. ხო, რაღაცა ერთობლივი ეროვნული და სოციალური ემანსიპაციის მოდელი არის, რომელსაც ჟორდანია ავითარებს აი ამ ნაწერში. და აქაც და მერეც, თქვა ეს მეორე ნაწერიც, რომ 1897 წლის ნაწერი იბერია და ეროვნება, მე მგონი ეგრე ქვია, ხო? იმ ტექსტს ასევე ძალიან ფუნდამენტური ნაშრომი არის, მანდაც და ძალიან ბევრ სხვა იმდროინდელ ნაწერში მუდმივად აი ამ ხაზს ავითარებს ჟორდანია და მუდმივად აი ეს რაღაცა მოდელად აქვს აღებული ის რაც ხდება, რაც მოხდა წინა საუკუნეებში, ან თქვათ წინა ათწლეულებში დასავლეთის მოწინავე ქვეყნებში, ხო, რომლებიდანაც მოდის კიდევაც, ხო, ეს რაღაც ეს კაპიტალისტური ექსპანსია, ხო, თავისი თქვათ იქ რომ კაპიტალი შემოიდინება, საქონელი შემოედინება, ხო, მთლიანად თქვათ ეს ლოგიკა იცვლება, ხო, კულტურული მენტალიტეტი იცვლება და თქვათ ეს გლობალიზაცია, ასე ვთქვათ, აღწევს საქართველოს ნაირ პერიფერიაშიც, ხო, რუსეთის გავლით თუ რუსეთის გვერდის ავლით, თქვათ იქ რაღაც ეგ ნავთობის შემთხვევაში პირდაპირ თქვათ, ხო, რაღაც ნობელი და სხვა ესეთი ევროპელი მაგნატები პირდაპირ ისხდნენ ამ კავკასიურ ხაზზე, ხო? და ევროპელების ფლობელობაში იყო, თქვათ იქ რაღაც ხო, ეს რკინიგზაშიც ძალიან დიდი წვლილი ჰქონდათ და მთელ ამ იმ ხანად დაწყებულ მოპოვებით ინიციატივებშიც, ხო? იმ სამთო-სამადნო ამბებში. ხო, და ეს არის ისეთი რაღაცა, ისეთი მოდელი, რომელსაც ის ხედავს ნიმუშის სახით, თქვათ, აი დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნებში, ხო? და თან იქ რო
ჩადის, იქ რო თქვა მოგზაურობს, ინგლისი გინდა, საფრანგეთი, გერმანია, შვეიცარია, რაღაცნაირად მუდმივ სულ გაზეთ კვალში, განსაკუთრებით და იბერიაში წაგზავნის აი ამ თავის დაბეჭდილებებს და ქართველებს უყვება ევროპაზე. ხო, ესეც ასეთი დღემდე ძალიან ნაცნობი ტროპი არის, ხო? ანუ ასეც ქართველი, რომელიც ჩადის ევროპაში და იქიდან ან თქვა აქ არის და რაღაც წარმოსახვითი ესეთი ევროპიდან გელაპარაკება და აფასებს აქაურობას და თქვათ სინჯავს, ზომავს იმ იმას, ხო, იმ ნაპრალს, იმ დისტანციას, რომელიც გვაშორებს, ხო, აი იმ რაღაცა სანუკვარი წარმოსახული თუ რეალური ევროპიდან. და ერთ-ერთი მთავარი თემა აქ არის გაქალაქელების და მოქალაქეობის საკითხი, რომელიც პრინციპში მართლაც სიტყვას ვთქვით გულისხმობს აი ურბანიზაციას ერთის მხრივ, ხო, ანუ ქალაქური აი ამ რთული, კომპლექსური, ძალიან ესეთ კომპლექსურ ურთიერთშეკავშირებულს დამყარებული გაცვლა-გამოცვლის კულტურის გაჯდომას და მეორე მხრივ, თქვათ, იგივე სოფელშიც კი აი იმ ტიპის რაღაცა რთული ცხოვრების შეჭრას, როგორც თქვათ, მესამე დასელების აზრით, ხო, ნინოშვილი აღწერდა კიდევაც ყველაზე მიყრუებულ გურულ სოფელშიც კი, ხო, ისე რომ იქ არ არის საჭირო რომ რაღაცა ქარხანა იდგეს და რამე ისეთი ნიშანი ჰქონდეს, რაც თქვათ, გაჩვენებდა რომ რაღაც ტექნოლოგიურად მოდერნიზებული არის, ხო? ყოფა ცხოვრება არის, საუბარი იმაზე, რომ ფინანსური რაღაცა სამებახშეო კაპიტალი შედის და რაღაცნაირი ბევრად უფრო დამოკიდებული ხარ, მოწყვლადი ხარ, თქვა იქ რაღაცა მსოფლიო ბაზრის ყევებზეც და ასე შემდეგ. ეს გაქალაქელება არის მოკლედ ის, რაც აი ესეთი ტელეოლოგიური, ასე ვთქვათ, ჰორიზონტი არის, რომელშიც ფაქტობრივად ეს სოფლური ყოფის აი სისადავე, რასაც უწოდებს, ხო? ჟორდანია განწირულია, რომ ეს განწირულებს, რომ აი რაღაცა გაქალაქელდეს, ხო? შეიძლება გულისხმობდეს იმას, რომ სოფლელი მიდის ქალაქში, ინდუსტრიულ ცენტრებში სამუშაო საშოვნელად, იმიტომ რომ მცირემიწიანია, ხო, აკისრია ეს დროებითი ვალდებულება, ბატონყობის გადავარდნის მერე, რომელთაც უნდა გამოისყიდოს ის მიწა, რომელიც მას უფასოდ არ არგუნეს და ასე შემდეგ, ხო? ან თქვათ, თვითონ ეს სოფელი თვითონ კარგავს აი თავის სოფლურ აი მარტივ სტრუქტურას და გადადის თვითონაც იმ ლოგიკაზე, რომელიც თქვათ გაბატონებული არის პირველ რიგში ქალაქებში, ხო? და ეს იზოლაცია, თქვათ, სოფლური გადაილახება, ხო? ხო, ეს რაც შეეხება ახლა აი ამ ტექსტს, ხო? რაც ოღონდ ძალიან ნიშანდობლივია და წინაზე იყო მე მგონი შეკითხვა იმის თაობაზე, რომ ეს ყველაფერი ახლა ლეგალურად რო იბეჭდება, ხო? ანუ ცენზურის დაშვებით იბეჭდება, ხო? არც არის მაშინ ჯერ ესე განვითარებული ეს იატაკქვეშა ისინი სტამბები და არალეგალური გამოცემები, რაც მერე უკვე 1900-იან წლებიდან იყიდებს ფეხს. ეს ლეგალური სამუშაო, რა თქმა უნდა, განსაზღვრავს იმასაც, რამდენის თქმა შეგიძლია, იმიტომ რომ ცენზორის ფილტრში ვერ გატარდება, თქვა, რაღაცა რევოლუციური მოწოდება მაგალითად, ხო? ამიტომ ისიც კი არის, თქვა, რომ ქართული პრესა კიდე მეტნაკლებად ცოტა უფრო ესე სუბუქად ცენზურირდებოდა, ისეაც იცნობდნენ ეს ავტორები ამ ცენზორებს და რაღაცნაირად შეგეძლო რომ პატარათი იქ ჯიგრულად მოგეგვარებინა, ასე ვთქვათ და ხო, უფრო რაღაც ლიბერალური გარემო იყო ამ ხრივ. ან როგორც წესი შეიძლება უფრო აი უშუალოდ განცხადებულად ნაციონალისტური ბანაკის გაზეთზე უფრო ქონოდათ მზერა მიპყრობილი ცენზორებს იქიდან უფრო მოელოდნენ რაღაც საფრთხეს, ხო? და ანუ ეს კვალი და თქვათ
ჟორდანიას ტიპის ავტორების ნაწერები რაღაცნაირად ვერ კლასიფიცირდება, თითქოს თან გახვეული არის აი რაღაცა მეცნიერულობის მანტიაში და არაფერს არ წერენ, გარდა იმისა, რომ აღწერენ ობიექტურად რა ხდება, რა ისტორიული პროცესი არის, ხო? ძალიან ისე. თან საინტერესო ის არის ასევე, რომ ვერ გაიგებ კი ამბობს იმას, თქვა აი პირველ თავარ ნაწერში, რომ ხო ეს რუსეთის შემოსვლა არის ერთი ძალიან ისეთი საკვანძო მიჯნა, ხო, ისტორიული, მაგრამ ისე ლაპარაკობს მე აი ამ კაპიტალისტურ განვითარების პროცესში ქართული თვითშეგნების წარმოშობას და რაღაც ერთიანი ქართული საზოგადოებრივი სივრცის და პოლიტიკური სივრცის წარმოშობაზე, რომ სად არის რუსეთის იმპერია და ეს იმპერიული ჩარჩო. საერთოდ ანუ არც კონტექსტუალიზირებული არ არის და არც სახელდებული არ არის და ანუ სუბიექტი ვინ არის? ანუ ვინ მოქმედებს? ან რა არის რეალურად ის თავარი გამწევი, ასე ვთქვათ, ძალა, რომელიც აი ამ ხელა ისტორიის ფილოსოფიურ სქემაში მაშვება, ხო, არის მთავარი პროტაგონისტი. ძალიან ესეთი ცოტა უაზროვანი რჩება, ხო, ისევე როგორც ვთქვათ, არ გეტყვის პირდაპირ ჟორდანია, რომ რევოლუცია ქვია იმას, რაშიც მდგომარეობს აი იმ კლასობრივი შუღლის გადაწყვეტა, აი მშრომელი უმრავლესობის სასარგებლოდ, რომელიც უკვე აი ამ ნაციონალურ ერთიან თვითშეგნების გავლით რაღაცა ერთიან პოლიტიკურ სივრცეთ აყალიბებს თავის თავს ამ კაპიტალიზმის მიერ მოტანილი ტექნოლოგიური კავშირგაბმულობის და სხვა ტიპის ინფრასტრუქტურული ტრანსფორმაციების შედეგად, ხო? ასე რომ ხო ეს მე თქვა ბრალდებოდა ბოლშევიკების მხრიდან, რომ აი ჟორდანიამ კი ხარა პროცესები ახსნა კარგად მარქსისტულად და მაგ მხრივ კარგი მარქსისტი იყო, მაგრამ რევოლუციის თეორია არ აქვს, იმიტომ რომ ხო არ აკეთებს, ხო არ ამბობს, ხო რომ მუშებმა მასაკნან აიღონ რა ხელში და რევოლუცია მოახდინათ, ხო? მე ვნახავთ რომ ეს საჭირო იყო ამბობდა კიდევაც, მაგრამ ანუ აი ეს ცენზურა, როგორც წინაზე ვთქვით, ეს თანაშემოქმედი ნებისმიერი ტექსტსა, რომელიც ლეგალურად იბეჭდებოდა, ხო, გვიან ცარისტულ ხანაში, აი კარგად შემოდის, ხო, ძალიან მკაფიოდ შემოდის, როგორც ესეთი თანასწორი აქტორი, ასე ვთქვათ, ხო? ასევე საინტერესოა, რომ სწორედ აი ამ ტექსტში წინაზეც ვახსენეთ ჟორდანია რო აი ამ რაღაცა უფრო ესეთ ფართო ხედს რო გვაჩვენებს და რაღაცა ამ ობიექტური ამ მეცნიერის ამ განყენებული პერსპექტივიდან რო წერს და რაღაცა მსოფლიო ისტორიულ ფრესკას რო იძლევა, რომელშიც მე ჩაზუმავს, ხო, საქართველოში, როგორც აი პატარა წერტილში ერთ-ერთი ასე ვთქვათ დასაბუთებად, რასაც მოიხმობს იმის დასამტკიცებლად, რომ მართლაც შემოიჭრა უკვე ჩვენ და დაუკითხავთ კაპიტალისტური ურთიერთობები ყველაზე მიყრუებულ სოფელშიც კი ციტირებს პირველ რიგში ნინოშვილის მოთხრობებს და ძალიან საინტერესოა, რომ ერთგან ამბობს, რომ ეს თუ ნამდვილად ასეა, რომ ეს მართლა ეს კაპიტალისტური შემოჭრა უკვე ფაქტი არის, ხო? და აღარ არის ამაზე თქვათ სასპეკულაციო, რომ აი თუ შემოიჭრა რას ვიზამთ და თუ არ შემოიჭრა როგორ ვითარდებით, ხო? არა, შემოჭრილია და უნდა ხა რეალურად მიუყვეთ იმ სქემას, ნახოთ თქვათ რა მოხდა იმ ქვეყნებში, რომლებმაც ასევე გამოიარეს კაპიტალისტური ტრანსფორმაცია, რომლებიც არიან წინავეები ამ პროცესში, ხო? ან დასავლურ ქვეყნები, ხო? ანუ ნინოშვილი ჟორდანია ამბობს, რომ თუ ეს ნამდვილად ასე არის, მოდი ახლა ჩავიხედოთ ამის დასამტკიცებლად ლიტერატურაში, ხო? ანუ ეს სინამდვილის ნამდვილი პროცესის დასამტკიცებლად ის პირველ რიგში მიაშურებს მხატვრულ ლიტერატურას და აი გოგია უიშვილის ფაცხის აღწერილობას, აი ეს რაღაცა სრულიად ესეთი ღარიბული ის რო არის მოწყობილობა მისი ქოხის ეს არის რაღაცა ესეთი პირდაპირი სოციოლოგიური საბუთი, ასე ვთქვათ, იმისა და თქო მე სიმონაში დავით როიძის რაღაცა მევახშეობა და ასე შემდეგ არის პირდაპირი საბუთი იმისა, რომ მართლაც ეს კაპიტალისტური ტრანსფორმაცია რეალურად შედგა.
მაგრამ თავარი რაც ისევ და ისევ სრულიად გაურკვეველი რჩება, ხო, არის ის რომ ერთის მხრივ ლიტერატურას როგორ შეუძლია გითხრას, თქვათ, რა უნდა გააკეთო, წინაზეც თქვით, ხო, ეს რომ ძალიან ის იყო, ორაზროვანი დარჩა, თქვათ, შემდგომი მემკვიდრეებისთვის, ანუ ნინოშვილიდან როგორ უნდა მოეკითხათ, რამე ტიპის პროგრამა, მაშინ როცა რაღაცა ესეთ მესამე დასის და ქართული რევოლუციური მოძრაობის, ასე ვთქვათ, მშობლად შერაცხეს. და მეორე მხრივ, ჟორდანიას აი ეს რაღაცა სქემა, რომელსაც ხატავს, რომელიც არის რაღაც ეს მონუმენტური სურათი ამ ტრანსფორმაციის აღწერს პროცესს, რომელშიც ყავს ეს აქტორები ამ ანტაგონისტური კლასების სახით, მაგრამ ეს ანტაგონიზმიც რაღაცა უბრალოდ თითქოს ესეთი ლამის ბუნებრივი რაღაცა ფიზიკური კანონზომიერების მიხედვით მიმდინარე პროცესი არის და არსად არ ჩანს აი ახლა ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ. აი რა არის ახლა ჩვენი უშუალოდ ჩვენი ჩასარევი, ასე ვთქვათ, ხო? ჩვენი ხელში ასაღები მას მერე რაც ვთქვათ განვიხილეთ ეს მთელი ეს ამხელა ისტორიული პროცესი. ხო, არა და საინტერესო არის რომ ეს ტექსტი, რომელიც თქვით რომ მოხსენებაც წაიკითხა წინა წელს ერთი წლით ადრე ჟორდანიანმა მესამე დასელების ერთ-ერთ პირველ დახურულ შეხვედრაზე, მაგ ტექსტს ერქვა რა ვაკეთოთ. ანუ რა ვაკეთოთ არცემს პირდაპირ პასუხს. ანუ აქ შეგიძლია ისევ და ისევ თქვა, რომ ცენზურის ბრალია და არალეგალური გამოცემა ყოფილიყო, იქ მიამატებდა კიდე დამატებით აბზაცს რა უნდა გავაკეთოთ. ან თქვა იტყოდა, რომ აი ის დაბალი ანტაგონისტური კლასი, რომელიც დაქირავებული არის და ქმნის იმ საზოგადოებრივ დოვლათს, იმან უნდა აიღოს იარაღი ხელში და ესე იგი დაამხოს არსებული წესრიგი. ან მეორე ამბავი არის, რომ მან უკვე ვაწყდებით პრინციპში იმ სპეციფიკას, რომელიც ბევრისთვის და ამას თქვათ სტივენ ჯონსისნაირი ისტორიკოსი განსაკუთრებით ხაზს უსვამს, ვაწყდებით იმ სპეციფიკას, რომელიც არის აი ამ ქართული სოციალ-დემოკრატიული ისთვის გეზისთვის გამორჩეული, რომელიც მას გამოარჩევს, თქვათ, ბოლშევიკური მიმართულებისგანაც, გამოარჩევს რუსული მენშევიზმისგანაც და ხო, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ აი ამ თერგდალეულების მიერ განვითარებული ამ საგანმანათლებლო ტრადიციის და ინფრასტრუქტურის ფარგლებში რომ გამოიზარდნენ ეს მესამე დასელებიც და რომ იყვნენ მეტწილად თვითონაც მასწავლებლები ან რაღაცა სხვა ტიპის ესეთი აქტივისტები, ხო, აი ამ სამოქალაქო წამოწყებაში, ხო, რომელსაც უნდა განათლება და წერა-კითხვა შეეტანა ხალხში, თქვათ, ხო, ისიდორე რამიშვილი არის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო, ხო, აი ამ ტიპის განმანათლებლობის მესამე დასელებს შორის რაღაცა ისე ყალიბდება, ისეთი კონფიგურაცია ყალიბდება, რომ აი ეს საგანმანათლებლო მუშაობა იქცევა წარმმართველად და შესაბამისად თან ანუ ამ ლეგალურ მედია ჩარჩოში მოღვაწეობა, მაქსიმალურად ფართო პუბლიკაზე გასვლა იქცევა ამოსავალ მიზნად და უმთავრეს მიზნად იქცევა არა ის, რომ შენ თქვათ რაღაცა რევოლუციურ ავანგარდად შედგე, ხო, ეს ინტელიგენცია რო ხარ, არამედ პირველ რიგში ცოდნა მისცე აი იმ დაბალ ფენებს, რომლებიც გესახება ისტორიის მთავარ რევოლუციურ სუბიექტად, იმიტომ რომ ისინი არიან, ხო, ის მშრომელი ხალხი, ვინც ქმნის იმ დოვლათს და ვინც ამუშავებს რეალურად ყოველდღიურად, ხო, აი კაპიტალისტურ მანქანას, ხო? იმათ უნდა მისცე ცოდნა, ისინი უნდა აღჭურვა იმ ცოდნის იარაღით და შენ როგორც ინტელიგენცია უნდა იყო უბრალოდ დამხმარე ელემენტი, ხო? კი, იქ რაღაცა თქვათ ალაგ-ალაგ შეუსწორებ გეს, ხო, კალაპოტს მოუსწორებ, მაგრამ თავარ აქტორობას მიანიჭებ თვითონ აი ამ მუშებს და ნუ ამითი თქვათ უერთგულებ თვითონ მარქსის ცნობილ სენტენციას, რომ
ესე იგი შრომელების გათავისუფლების საქმე თავად შრომელებისავე საქმე არის, ხო? ასე რომ ხო, ანუ ის რო ეს არანაირი თქვათ რაღაცა ეს აი რა ვაკეთოთ ეს გეგმა არიდება, ხო? გეგმა რო არ არის, მოკლედ გარკვეულწილად ანუ ხო ბევრი რაღაცით არის განპირობებული, ხო? როგორ? ხო, რაც მაგაზე მე უკვე აი მაგ ლენინთან კამათზე შემდეგზე გურიაზე ვილაპარაკებ და იმის შემდეგ ლექციაზე, მე-6 ლექციაზე, რომელთაც დავხურავთ, ხო, აი ამ 1917 წლის ჩათვლით პერიოდს და მე გავალთ სამკვირიან შესვენებაზე. ლენინთან აი მაგ კამათზე მე და აი დემოკრატიის როგორი გაგება ქონდა ჟორდანიას და რეალურად ხო, ანუ პრაქტიკის დონეზე, თეორიის დონეზე რა მოცემულობა აქვს და თქვა მართლა როგორ მიმართებაში არის აი ლენინისეულ პროექტთან მაგას უფრო დაწვრილებით განვიხილავთ. ხო, ეხლა რაც უბრალოდ გონია რომ შეგვიძლია რომ მას აქვთ გავაგრძელოთ არის აი ამ პირველ ცენტრალურ ტექსტებზე დაყრდნობით იმ საკითხის გამოკვეთა თუ რას ნიშნავს საერთოდ ეს ევროპა დასავლეთი და ეს გაევროპიელება რომელზეც ჟორდანია სულ ლაპარაკობს. ხო, იმიტომ რომ მანდაც ანუ დღეს აი რა ვიცი არ ვიცი განსაკუთრებით ერთი-ორი პარტია არის ან დავასახელებ გვარს სახელს რომლებიც ჟორდანიასაც ასე უსროდ უკონტექსტოდ ციტირებენ ხოლმე აი მე ევროპიელობაზე და ევროპიელობა და ქართველობა რო რაღაცა ეს არის ხო ანუ ეს ორი განუყოფელი სლოგანია რომელიც უნდა წავიმწყაროთ ხო ანუ ის ციტირებენ რომ საერთოდ მოშთობილი არის ხოლმე ის კონტექსტი და ის სემანტიკა რომელშიც რეალურად ეს ევროპიელობა იძენს საზრისს ჟორდანიასთვის ხო ამიტომ აი ეს გაევროპიელება რაში მდგომარეობდა რეალურად მაგას შეგვიძლია ჩავეძიოთ და ნუ ისევ და ისევ ნახოთ როგორ საერთოდ სულ სხვა პლანეტასთან გვაქვს საქმე ხო თუ მართლა ვეცდებით რომ ჟორდანიას ლოგიკაში შევიდეთ. ერთი მთავარი სიკითხე რაც არის პრობლემა და რაც დღესაც სწორედ დღეს გვაქვს ალბათ ხო ყველაზე მძაფრად მაგისი განცდა და მაგ განცდის ესეთი ძალიან კარგი ანაბეჭდი არის თქვა ჟორდანიას ეს პირვანდელი ნაწერებიც აი ამ დიდ მსოფლიო ისტორიული მიმოხილვებით და მე ამაში საქართველოს ადგილის პოვნის მცდელობით რომ საქართველოს განიხილება როგორც ძალიან პატარა პერიფერიული სივრცე, მით უმეტეს რაღაც დიდი იმპერიის წიაღში მყოფი, რომელიც თვითონაც და ეს იმპერიაც არის ძირითადად მიმღები რაღაცა კიდევ უფრო დიდი გლობალური ეკონომიკური თუ სხვა ტენდენციების, რომლებიც მომდინარეობს იმ ხანად მოწინავე ევროპული იმპერიებისგან, ხო? და იმათი იმპერიალისტური თქვა ექსპანსიის შედეგად დაძრული პროცესებისგან და მართლა ერთ-ერთი რაც შეიძლება გააკეთო არის ის, რომ სწორად შეიცნო ეს ტენდენციები, მეტი რა უნდა გააკეთო, ხო? ანუ იქ რაღაცა ვაშინგტონში ვიღაცა გაპრეზიდენტება და აქ ეხლა რაც არ უნდა იბრძოლოთ, თქო ვიღაცას განცდა უჩნდება, რომ ანუ რა შეგიძლია გააკეთო თუ ის ეხლა მთლიანად მსოფლიო მასშტაბით შეცვლის პოლიტიკურ ტრენდს, ხო? რაღაცა ნუ მსგავსი ვითარება არის მე-19 საუკუნის ბოლოსაც, როცა ისტორიაზე და მსოფლიო ისტორიულ მსვლელობაზე ისე მიდის ფიქრი, რომ ძალიან ადვილი არის, მით უმეტეს მაშინ ძალიან გაბატონებულია საბუნებისმეტყველო, მეცნიერების საბუნებისმეტყველო მოდელის გავლენით, ძალიან ესეთი არის, ანუ ადვილი არის, რომ რაღაცა დაიჯერო, რომ არსებობს გარდაუვალი ისტორიული სვლა, რომელიც აი ესე მართლა ღვარივით მიედინება და ამას შენ შეგიძლია მხოლოდ მიყვე, ასე ვთქვათ. და შეგიძლია მხოლოდ შეიცნო უბრალოდ აი ეს დინების
ტენდენცია, ისე რომ რეალური რაღაც ვოლუნტარისტული ჩარევა და ამ დინების, ასე ვთქვათ, გადამისამართების არანაირი საშუალება არ გაქვს, ხო? ანუ შლეგი ხარ თუ ამას ცდილობ და არა მეცნიერული თან. და ამიტომ რადგან ევროპა და ეს ევროპაში კონცენტრირებული ეს წამყვანი გლობალური ეკონომიკური, ხო, გლობალურად წამყვანი ეკონომიკური პოლიტიკური ძალები, ხო, ევროპაში იყვნენ, ხო? პირველ რიგში თქვათ, ინგლისი, როგორც ხო, პირველი დაწინაურებული კაპიტალისტური ქვეყანა და ყველაზე დიდი იმპერიული ძალა, მერე თქვათ, საფრანგეთი, რომელიც მას მიყვა ფეხდა, ნუ ყველაზე მათ ჩანჩალა გერმანია, მაგრამ ჟორდანიას დროს უკვე ხო ბისმარკის მიერ გაერთიანებული და ძალიან ისეთი, ხო, ნუ სწრაფად დაწინაურებული აი ამ გლობალურ იმპერიულ კონკურენციაში, ხო? ანუ აი ამ ესეთ შედგენილი ევროპა იყო პრინციპში ის რაღაცა მომავლის ხატი, რომელიც ესახებოდა რუსეთშიც და ჩვენთანაც ძალიან ბევრ ინტელექტუალს იმ მოდელებად, ხო, რომლებიც აუცილებლად, ანუ რომლის იქითაც არ არსებობდა რაიმე სცენარი, რითიც შეიძლება განვითარებულიყო, თქვა რუსეთის და საქართველოს განვითარებაც, ხო? ან წახვიდოდი ასე იგი ინგლისის ხაზით, ხო, ეს იქნებოდა თქვა რაღაცა კონსტიტუციური მონარქია, თქვა სრული ეკონომიკური ლიბერალიზმი, თავისი რაღაცა კომპრომისული პოლიტიკური ვარიანტით, სადაც მონარქია შენარჩუნებულია და თან ეს მთელი ეს ლენდლორდები თუ ფინანსური არისტოკრატია პოლიტიკურად ბატონობს, თან მაშინ ჯერ კიდე არ არის ლეიბორისტული პარტია გამოსული ასპარეზზე, მაგრამ ნუ ეს მონარქია რაღაცნაირად შეზღუდული არის ელემენტარული ჩარჩოებით, ხო, განსხვავებით რუსეთის სრული თვითმყოფობისგან, რომელიც არავის და არაფერს არ ემორჩილება გარდა ამ საკუთარი ღვთივკურთხეული იმისა, ხო, ანუ იმპერატორობისა. მეორე, ესე იგი, მოდელი, რომელიც შეიძლებოდა გამختارიყო რუსეთისთვის ხო, ანუ სამომავლო სცენარი ეს იყო, თქვათ, გერმანია, თუ თქვათ, გადაწყვეტდა რომანოვის დინასტია, რომ აი ეს ზემოდან მოეხდინა მოდერნიზაცია, ხო, დემოკრატიზაციის გარეშე და სახელმწიფო პროექტი ყოფილიყო ეს ინდუსტრიალიზაცია და კაპიტალისტურ რელსებზე მაქსიმალურად სწრაფი შედგომა, ან საფრანგეთი, ხო, ყველაზე ესეთი ბობოქარი ისტორიის მქონე მე-18 საუკუნის ბოლოდან, რომელიც უკვე ჟორდანიას პერიოდში 1890 წლებში არის მესამე რესპუბლიკა, ხო, რომელიც არის სამშობლო აი ამ რაღაცა რევოლუციური რესპუბლიკანიზმის, რომელშიც საბაზრო ეკონომიკური ტრანსფორმაცია და ეს ვთქვათ კაპიტალიზმის წიაღში წარმოშობილი სოციალური შუღლი ირეკლება აი ამ საპარლამენტო ფარგლებში მიმდინარე პოლიტიკურ აი ამ დასებს შორის პარტიულ ემაშიც, ხო, შუღლშიც. და ანუ ეს სამივე ვარიანტი აი მე-19 საუკუნის ბოლოს არის თანაბრად შესაძლებელი, რომ რუსეთისთვის განამდვილდეს. ხო, ყოველ შემთხვევაში მათ წარმოდგენაში მithumetes რომ რაღაცა ესეთი მართლა დეტერმინისტული ტელეოლოგიური რაღაცნაირი წინასწარ განსაზღვრულობის ეს არის, ხო, მოცემულობით აზროვნებენ, რომ ყურებენ აი დასავლეთს როგორც იმ მომავალს, რომელშიც რუსეთს ჯერ უბრალოდ არ შეუბიჯებია, ხო? რაღაცა სივცითი დისტანციის გარდა ამ დროით დისტანციასაც რომ ხედავენ და აი ამ საკუთარ ჩამორჩენილობას რომ ზომავენ აი ამ სამი ევროპული ქვეყნის განვითარების მაგალითით. ხო, და ნუ აი ის რომ ეს სამივე მოდელი პრინციპში ერთნაირად საინტერესო იყო, როგორც რაღაცა ინტელექტუალური საკვებით, დაკვირვების საგანი, ეს ჟორდანიას ძალიან ბევრ ტექსტში
აისახება, იმიტომ რომ ისიც ანუ რო შეხედოთ რეებს წერს, ხო, აი ამ თავის ევროპაში მოგზაურობების დროს, იქ ინგლისზეც აქვს ათასნაირი ტექსტი, ხო, გერმანიაზე აქვს მთელი სერია, აგიტვირთეთ საკითხავთ მოგეცით ეს პარიჟი, ხო, რომელიც პარიზზე ლაპარაკობს როგორც პრინციპში ევროპის კლასიკურ პოლიტიკურ ეპიცენტრზე, ხო? სადაც ჟორდანია ერთის მხრივ დასეირნობს, იქ არქივებში და ბიბლიოთეკებში განისწავლის თავს და თან, ასე ვთქვათ, აი იქიდან პარიზიდან გვიყვება აი საფრანგეთის, აი ამ რაღაცა კალეიდოსკოპურად, ასე ვთქვათ, გვიხატავს აი ამ საფრანგეთის რევოლუციურ ისტორიას და სადამდე მივიდა, ასე ვთქვათ, საფრანგეთი და მისი დედაქალაქი ეს რაღაცა გული, მისი გული, პარიზი, იქამდე სადამდეც მივიდა, ხო? რომ ის იქცა, ასე ვთქვათ, ყველანაირი ტიპის ტექნოლოგიური ინოვაციის ეპიცენტრად, ხო, ვთქვათ, რაღაცა ცივილიზებულობის მთავარ ჰაბად, ასე ვთქვათ, ხო, მე-19 საუკუნეში და საფრანგეთი არის თან ფაქტობრივად ყველაზე წარმატებული მაგალითი მისთვის ჟორდანიასთვის იმისა თუ როგორ მოხერხდა მანამდე აი რაღაცა ესე ფეოდალურად დაქსაქსული რეგიონალურად დაქსაქსული და სხვადასხვა დიალექტებზე თუ ენებზე მოსაუბრე აი ამ რეგიონული ეთნოგრაფიული ჯგუფების შეკავშირება ერთ ჰომოგენურ ერად, თქვათ, რკინიგზის, კომუნიკაციის, ენის სტანდარტიზაციის და ათასნაირი სხვა ესეთი სახელმწიფოებრივი პროცესის გავლით, რომელმაც შექმნა ის ერთიანი პოლიტიკური ასპარეზი, რომელიც უკვე მერე აი თქვათ პარიზის იმ ეროვნულ ასამბლეაში, იქაურ პარლამენტში ხო, ანუ კონდენსირდება, ფოკუსირდება აი ამ რაღაცა პოლიტიკურ პაექრობაში, ხო? აი ესეთ მართლობის ამ პოლიტიკურ პროცესში, სადაც თან ასევე გამოყოფს ჟორდანია იმას, როგორ დიალექტიკურად ესე გადაჯგუფდება ხოლმე, ერთიანდება და იხლიჩება ეს სხვადასხვა დასები, ხო? თქვა თუ ადრე იყო, რომ პირველი დიდი რევოლუციის დროს, რომ არისტოკრატიის და თქვა კლერიკალების წინააღმდეგ გაერთიანდნენ ბურჟუები და კიდევ უფრო დაბალი ფენა რომ მოეპოვებინათ, ხო, თქვა თანასწორუფლებიანობა, მერე თქვა მუშები რო დაწინაურდებიან მე-19 საუკუნის შუაში, უკვე თქვა არისტოკრატები და ბურჟუები გაერთიანდებიან ამათ წინააღმდეგ და ასე შემდეგ, ხო, სანამ რაღაცა ესე შუა არ გაიკრიფება და არ ვიღებთ უკვე იმ რაღაცა არმაგედონის მდგომარეობას, როცა უნდა საბოლოო გადამწყვეტი ბრძოლა მოხდეს, რომ დამყარდეს უკვე სოციალიზმი, ხო? და აი ეს რაღაც იმდენად ესეთ კლასიკური სადა გამოკვეთილი სახით ესახება ეს სცენარი, ასე ვთქვათ, აი პარიზის აი ამ ნაშენებ ინფრასტრუქტურაში და მასში აღბეჭდილ ისტორიაში, ხო, ყველა ქუჩა რომ ბარიკადებით და რაღაცა მუშების და რევოლუციონერების სისხლით რო არის მორწყული და ამას რომ აღვიწერს ჟორდანია, რომ ხო, ჩანს რომ რაღაც განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, ფუნქცია აქვს ნამდვილად აი ამ პარიზს ჟორდანიასთვის. უბრალოდ ანუ ამბავი არის ის, რომ საფრანგეთი ანუ სანამ არ იწყება 1905 წლის რევოლუცია და სანამ მართლა ხო ბოლო დიდი ესეთი რევოლუცია, რომელიც ადგილი ჰქონდა მსოფლიოში, იყო 1858 წლის თელი ისინი თუ არ ჩავთვლით თქვა პარიზის კომუნის ძალიან ისეთ მოკლე გაკრთომას 1871 წელს, ხო? მაგრამ ანუ ძალიან დიდი ხნის წინ არის მოხდარი ბოლო რევოლუცია და იდეაში ყოველას მოლოდინი არის, რომ ისევ თქვა რომელიღაცა ემოწინავე კაპიტალისტ ქვეყანაში მოხდება შემდეგი რევოლუცია, იმიტომ რომ აწი უკვე ბოლომდე მომწიფებული არის ის კლასობრივი შუღლი რომელმაც ხო გამოიწვია თქვა პროლეტარიზაცია კაპიტალისტური განვითარების მეშვეობით, რომელმაც გამოიწვია უკვე სრული პროლეტარიზაცია მუშახელის და რაღაცა ბოლომდე შეაპირისპირა დამქირავებელ კლასთან, ხო? და ანუ რუსეთში რო ხდება ევროპის ნაცვლად 1905 წელს პირველი რუსული რევოლუცია, აი მან
წდება ფაქტობრივად ის, რომ აი ამ სამი მოდელიდან თანხდება მთელი ეს ინტელექტუალური ელიტა, რომ всё, ანუ საფრანგეთი არის ის რახაზდაც მივდივართ და მან უბრალოდ მე იმაზე არის მსჯელობა, თქვათ, როგორც აი თავდაპირველი დიდი რევოლუციის თავდაპირველ პერიოდში იყო, რომ კონსტიტუციურ მონარქიასთან გავჩერდებით, თუ ბოლომდე მივაწვევით და მეფე აღარ იქნება და რესპუბლიკა დამყარდება და ეგ იქნება ის პოლიტიკური ჩარჩო, რომელშიც წარიმართება უკვე ეს ეკონომიკური ლიბერალიზაცია და ბოლომდე ეს კაპიტალისტური ტრანსფორმაცია, ხო? ხო, ასე რომ ეს ფაქტობრივად ეს პარიჟის ეს ტექსტი, რომელიც 1895 წელს არის მეგონი დაწერილი, როცა საფრანგეთში იყო, ძალიან ისე მართლა კალეიდოსკოპივით შეიცავს თელ ამ ფრანგულ ისტორიას და აი მე ვნახავთ უკვე მე-6 ლექციაზე, ანუ ამის შემდეგზე. როგორ აი ამ პირველი რევოლუციიდან მოყოლებული, აი რევოლუციის პარადიგმაზე რო გადაერთვება ფაქტობრივად მთელი ეს რუსეთის და საქართველოს პოლიტიკური პროცესი, ძალიან ბევრს წერს ამ ფრანგულ რევოლუციებზე, ანუ სხვადასხვა კონტექსტში, სხვადასხვა დოზით ერთ-ერთი ყველაზე ესეთი გამორჩეული, ასე ვთქვათ, ეს არის კორპუსი არის ტექსტების ჟორდანიას ნაწერებს შორის ის, რაც ნაფიქრი და ნაწერი აქვს სხვადასხვა საფრანგეთის ისტორიაში 1799 წლიდან მოყოლებული 1871 წლამდე განვლილ ძალიან ბევრ რევოლუციაზე, ხო? ხო, და აი ბოლოს რო დაუბრუნდეთ საიდანაც იდეაში დავიწყეთ ეს არის რომ აი ეს ისევ ეს ილიას რაღაცნაირი ილიაზე დღევანდელი ჩაციკლულობა და აი ამ ილიას ყოვლის გადამძალავი ფიგურით მთელი აი ამ რაღაცა ისტორიული კონტექსტის ჩაყლაპვა, ხო, რომ თქვით რომ ძალიან გვაზიანებს და შეუძლებელს ხდის რომ გავიგოთ რეალურად რა კონტექსტი იყო და რა ლოგიკით მსჯელობდა ჟორდანია, ან თქვათ რას ემართლებოდა, ხო, ამ ივერიას ბანაკს, ესე იგი და იგივე თქვათ ეს ევროპის ცნება რო სრულიად დეისტორიზირებულად რო აქვთ დღეს ატაცებული, ხო, თქვათ ჟორდანიას რო ციტირებენ, როგორც აი ერთ-ერთ პირველ პროევროპელ ქართველ მოღვაწეს, ხო? კი ბატონო, ხო, ეგრე არის, ხო, პროევროპელია, მაგრამ აღმოჩნდება, რომ ჟორდანიისთვის ევროპა და გაევროპიელება ნიშნავს აუცილებლად დადგომას იმ გზაზე, ხო, კაპიტალისტური ტრანსფორმაციის, რომლის ბოლოშიც არის, ან რომელიღაცა მონაკვეთში მაინც არის რევოლუცია, ხო? რომელიც თავისთავად როგორც წესი არის ხოლმე არც თუ ესეთი სასიამოვნო ძალადობრივი პროცესი, ხო? ანუ აუცილებელი რაღაცა ესეთი კვანძი არის ძალადობრივი, რომელიც აი ამ უთანხმოების დიალექტიკურ პროცესში, რომელსაც გადის აი ეს ევროპული სქემის მიხედვით ნებისმიერ საზოგადოება, რომელიც დაადგება შევამ კაპიტალისტურ ჩახრაკში, ხო, კაპიტალიზმის ჩახრაკში, როგორც ჭახრაკში, ხო, როგორც ჟორდანია ამბობს, რა ნებისმიერისთვის გარდაუვალი არის, ხო, ეს რაღაცა ტიპის რევოლუციური გარდატეხები და გარტეხილები, ხო? და აი ეს რევოლუციურ პარადიგმაზე გადასვლა უკვე აი 1890-იანი წლების პერიოდიდან, როცა ხო ყველა მოდელს განიხილავს ინგლისურს, ფრანგულს, გერმანულს, იქ ამ ეროვნულ საკითხზე მსჯელობს და 1000 სხვა თემა არის, რომელსაც ახლა ვერც დავფარავთ, ხო? და 1905 წლის პერიოდში რო უკვე მართლა მთლიანად ამ რევოლუციის იდეაზე და მის რევოლუციების ისტორიაზე მსჯელობას ეთმობა ჟორდანიას სამწერლობო ენერგია, აღმოჩნდება, რომ ეს რევოლუციის პარადიგმა არის სწორედ ის კონტექსტიც, რომელიც ქმნის იმ ველს, ხო, რომელშიც საერთოდ
მოხდა ეს ილია ჭავჭავაძის კვლევა ხო 1907 წელს და რომელშიც ჟორდანიამ წარმოთქვა ეს თავისი ავად სახსენებელი სიტყვები სადაც ხეიჭრება იქ ნაფოტებით ცვივა ხო რომელიც აი ესე სრულად უკონტექსტოდ ამოგლეჯილად არის ხოლმე მოხმობილი ყოველ ჯერზე როცა კი თქვა საუბარია ხოლმე ჟორდანიაზე თქვა ვიღაცა ნაციონალისტი რო ახსენებს ჟორდანიას ხო და რაღაცა თითქოს არის ხო ჟღერს როგორც რაღაცა ეს ცინიკური ტკაბობა იმითი რომ ხო რა მოვიცილეთ ეს ხო ეს ბებერი და აბა რა გეკონათ ხო რაღაცა ეგეთ იმათ გვჭება ხელში და ნუ რაღაც ვერდიქტი არის ხო დამთავრებული ამბავი არის ჟორდანიასი ხო მაგრამ რო აღვადგინოთ ის კონტექსტი რომელშიც და თლიანად წავიკითხოთ მთელი აბზაცი და საერთოდ ეგება და პარე მთელი ისიც ხო მთელი სტატიაც რომელსაც წერს ჟორდანია 1907 წელს უკვე როცა მაშინვე მართლაც შავი პიარის სახით აგორდება ხო ეს ბრალდება რომ ის კი არა რომ თქვათ სოციალ-დემოკრატებმა უშუალოდ მათ მოკლეს აი ესე პირდაპირ მიადგნენ და მოკლეს არამედ ის რომ მათმა ამ რევოლუციურმა და წესრიგისთვის ძირგამონთხრელმა სამუშაომ მოიტანა ის არეულობა ის რაღაცა ამღვრევა სიტუაციის რამაც დაძრა ეს დაქვემდებარებული ქვედა ფენები და ძალიან დიდი ძალადობა გაამეფა, ხო, თქვა, გაიზარდა ყაჩაღობა, გარდა იმისა, რომ თქვა, უშუალოდ 1905 წლის პერიოდში იყო მთელი მართლაც რევოლუციური, აი რაღაც ბარიკადებზე ბრძოლები და ათასნაირი, ხო, აჯანყების მცდელობები და ასე შემდეგ, ხო, უბრალოდ ანუ იმდენად მაინც რაღაც მომენტში მოირღვა ეს ანომიის და ანარქიის მდგომარეობა შეიქმნა, სანამ ცარის ტოლმაძალებმა ისევ 17 წლამდე მაინც, ომის პერიოდამდე მოახერხეს რაღაც ტიპის დასტაბილურება, ხო, ესეთი სერიოზული ოღონდ რეპრესიების ფასად. ხო, ანუ მოხდა ის, რომ 1907 წელსაც კი, ანუ იყო აი ეს რაღაც გამოძახილები აი ამ მანამდე წინა წლებში დაწყებული ალიაქოთის, რომელიც კავკასიაში განსაკუთრებით ძალადობრივი იყო, ხო? და თქვათ, შემდეგ ლექციაზე სწორედ 1902 წლის აი გურულების ფიცის სახით რაღაცა საწყის წერტილს შევეხებით აი იმისა, რაც მერე თქვათ, ნელ-ნელა გადაიზარდა უკვე სრულმასშტაბიან, თუმცა საბოლოო ჯამში წარუმატებელ აი პირველ რუსულ რევოლუციაში 1905 წლის, ხო? და ჟორდანია, ესე იგი, თავის აი ტექსტში, რომელშიც ამ ავად სახსენებელ ციტატას იყრენებს, რეალურად ამას ამბობს ძალიან კონკრეტულ კონტექსტში. რომ ის ამბობს, რომ ანუ გასაგებია, რომ თქვა, როცა ხარ რეაქციონერი და კონსერვატორი, შენთვის თავისთავად მიუღებელია რევოლუცია, ხო, როგორც ის გარდაუვალი რაღაცა მოვლენა, რომელიც მოყვება, თქვა, მასების გამოღვიძებას და რაღაცა, ხო, თანასწორი სამართლიანი წესრიგისთვის ბრძოლას და გამოდის, რომ თქვენ აი ამ თვითონ აი ამ ნიადაგს ჩვენ მიერ ჩატარებულ აი ამ ზოგად სამუშაოს გმობთ, ანუ ამბობთ იმას, რომ ეს არც უნდა დაწყებული იყოს საერთოდ, ყველაფერი დარჩენილი იყო ისე, როგორც იყო და უბრალოდ ეს არის ისეთი რაღაც პროცესი, რომელშიც, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ გააკონტროლებთ, ხო? და როგორც დიდი რევოლუციის დროს ის ცნობილი ქიმიკოსი ლავუაზიე გილოტინაზე მას აქნეს, აიყვანეს, იმიტომ რომ დააბრალეს გადასახადების დამალვა და არ დაინდო, ხო? მაშინ აი ეს რაღაცა ლამისა მეტი ავტომატურმაზე გადასულმა, დინამიკაში გადასულმა აი ამ რევოლუციურმა ტერორმა, ხო? ანუ ლავუაზიეც კი რო არ დაინდო და ეს ბრმად შეიწირა მსხვერპლად რაღაცა ეგეთის მსხვერპლი შეიქმნა ილია ჭავჭავაძეც, ხო? ანუ ამ კონტექსტში რო ასე ვთქვათ, ჩასვა იმ ერთ ჭრილ ფრაზას, ხო? ყოველ შემთხვევაში იმას მაინც ხედავ, რომ ჟორდანია იმას კი არსებობს, რომ ან გააყავოს
ან თქვათ რაღაცა ცინიკური ტკბობა გამოხატოს იმითი, რომ ჩაძაღლდა, ხო? ეს ბებრუხუნა, არამედ ის, რომ ახსნას უბრალოდ ის კონტექსტი, რომელშიც რაღაცა ტიპის ძალადობა ხდება, ხო? რომ ცარიელ ადგილას რაღაცები არ ხდება და უბრალოდ ხო, მაშინ უნდა ესე იგი თვითონ ის რაღაცა პირველ მიზეზი უნდა დაგმო, ის რომელიც თან საბოლოო ჯამში თქვათ იგივე დღეს როცა აი ილიას კრელების ეპითეტით რომ ამკობენ ხოლმე ის თქვათ როგორც ლიბერალი ისე ნაციონალისტი ისე კონსერვატორი ხალხი დიდწილად სწორედ მაგავე ლოგიკაში არის, ხო, რასაც ჯორდანია აღწერს, რომ მთელი უბედურება თვითონ რევოლუციის ფაქტში არის, ხო, თვითონ იმაში არის, რომ ეს რევოლუცია საერთოდ ხდებოდა, ხო, როცა არადა რომ არა ეს როგორც პირველი რევოლუცია, ხო, რომელმაც მასაკნა შეარყია, ხო, ძალიან ფუნდამენტურად ეს цаრისტული თვითმკვლელობის ლეგიტიმაცია და რეალურად ამიტომ მხოლოდ კიდევ 10 წელი გაძლო, ხო? და მე პირველმა მსოფლიომმა ბოლომდე მოუღო ბოლო მის ლეგიტიმაციას და ამიტომ ძალიან მარტივად დაემხო უკვე 1917 წელს, ანუ რომ არა ეს რევოლუციური პროცესი, ხო? არ მოხდებოდა არც თქვათ ის იმპერიის დამხობა, რომელმაც მე საერთოდ შესაძლებელი გახადა რომ დამოუკიდებლობის მაგვარი რაღაცა მიგეღო, ხო? და ძალიან ნიშანდობლივია თქვათ რომ აი ამ გასაგებად ნაციონალისტ ავტორებთან ეს წიწამურის სცენა და 1907 წლის მკვლელობა არის ხოლმე ლამის ის ისტორიული მომენტი, რომელშიც ჩერდება ეს ისტორია. ანუ ის მერე აღარაფერი ან არ ხდება, ან რაც ხდება, ყველაფერი უკუღმატრიალდება, ან თქვა თუ დამოუკიდებლობას ვიღებთ, ეგეც პრინციპში არის ილიას ანდერძის რაღაცა გვიანდელი აღსრულება მისივე ჯალათების მიერ, ხო, მათ და უნებურად, ხო, მაშინ როცა ილია ჭავჭავაძეც არც ერთ მომენტში არ წამოუყენებია თქვა დამოუკიდებლობის საკითხი და ავტონომიის საკითხიც კი რუსეთის ფარგლებში უფრო ესეთი სოციალ-ფედერალისტების წამოყენებული პროექტი იყო. ბევრად უფრო გაშლილი სახით მაშინ როცა თქვა ილიას ფლანგს ეს დამოუკიდებელი პარტიაც არ ჩამოუყალიბებია, ხო? იმდენად რაღაცა მაინც ესეთ პრესის ფურცლებზე მომუშავე ძალად დარჩა. ამიტომ ხო, ანუ რეალურად აი ამ ილია ცენტრისტულ ბანაკს უნდა ხოლმე რომ მიიღოს ის რაც არის აი ეს რაღაცა შედეგი, ხო, დამოუკიდებლობა მაგალითად, ხო, ეროვნული სახელმწიფო, ისე რომ წაშალოს, გაფილტროს ის რაც იყო საფუძველი, საძირკველი პირობა იმისა, რომ შედეგი მიღწეულიყო, ხო, ეს რევოლუცია, ხო, რომელმაც ამავდროულად შეიწირა ილია ჭავჭავაძე ისე რომ არ არის საჭირო ამაში ძიება რაღაცა დიდი კონსპირაციის თქვათ იქ цаრისტული ძალებისგან თუ თვითონ აი ამ რევოლუციონერებისგან თქოს დაგეგმილი რაღაცა კონსპირაციის რომ მოეშთოთ ერის მამა, ხო? ანუ უბრალოდ ეგეც სრულიად ანაქრონისტული მიდგომა არის როცა მიაჩნიათ რომ ეს 1907 წელს რაც მოხდა ეს იყო რაღაცა ისეთი დანაკარგი რომელმაც უბრალოდ საქართველოს რაღაცა სხვა რელსებზე გადაიყვანა და თქვათ ილია დარჩენილიყო ცოცხალი სრულად სხვანაირად წავიდა საქმე, ხო? იმიტომ რომ რაც ჩანს თქვენ ჟორდანიას ნაწერიდანვე და თვითონ მაშინდელი ილიას მიმართ ბევრად უფრო სიმპათიით გამსჭვალული ავტორების ნაწერებიდანვე არის რომ ბევრად უფრო კომპლექსურად და დიფერენცირებულად უყურებენ იმას თუ რა გზა განვლო ამ ადამიანმა, ხო, რომელიც უკვე მოხუცებულ ასაკში იყო შებიჯებული და თქვათ თვითონ ეს სოციალ-დემოკრატი ავტორებიც კი, ხო, თქვათ კარლო ჩხეიძე, რომელიც წარმოთქვამს ილიას დაკრძალვაზე თავის ცნობილ სიტყვას ახერხებენ თავისუფლად რომ თქვა დააფასონ ილიას პირველი პერიოდი რომელშიც მიაჩნიათ რომ ის სამართლიანად იმაღლებდა ხმას პატონყმობის წინააღმდეგ და თქვა იქ ხო იქ შრომის საუფლოს გვაუწყებდა და აღწერდა გლეხების ჩაგვრას და ამ შემდეგ და ამავდროულად
კრიტიკულად მიუდგნენ და გაკითხონ მისი გვიანდელი პერიოდი, რომელშიც მიაჩნიათ, რომ გაკონსერვატორდა და ვეღარ აუწყო ფეხი აი იმ გლობალურ ტენდენციებს, რომლებსაც თქვა ჟორდანია აღვიწერს თავის ისტორიის ფილოსოფიურ ნაწერებში. ხო, ანუ ახერხებენ, რომ კრიტიკული დაფასება გააკეთონ ამ კაცის, რომელიც ახერხებს, რომ გამოარჩიოს ის, რაც თქვათ, არის მათი აზრით პროგრესული და ის, რაც არის თქვათ, რეგრესული აი ერთი ადამიანის შემოქმედებაში. ხო, მაშინ როცა დღეს გვაქვს ხოლმე ერთი დიდი რაღაცა ფაფა, რომელიც არის ერთიანი ილია, რომელიც ან ყოველთვის ლიბერალი იყო, ან ყოველთვის აკვირინანვე, ესე იგი, ერის კომაკი და საქართველოს დამოუკიდებლობაზე მეოცნებე, ხო? რაც უბრალოდ საერთოდ ყოველგვარი ისტორიული სინამდვილისგან დაცლილი რაღაცა აბსტრაქციები არის, ხო? ხო, აი ეს არის მოკლედ ის რაც შეგვიძლია ძალიან ისე სქემატურად მოვხაზოთ ჟორდანიას პირველი მოღვაწეობის პირველი რაღაცა 15 წლის თაობაზე, ხო? და მერე უკვე თქვათ ორი ლექციის მერე გადავალთ უშუალოდ აი მის რევოლუციის თეორიაზე და ზამხშირად მოგვიწევს დაბრუნება უკვე ხო ჟორდანიასთან როგორც პრინციპში მართლაც სულ უფრო მეტად ცენტრალურ ფიგურასთან ამ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და მით უმეტეს დამოუკიდებლობის პერიოდში რომელიც ყველაზე ესეთ გამოკვეთილ თეორეტიკოსად ითვლებოდა ქართულ რევოლუციურ წრეებში, ხო? და ამით ძალიან დიდ პატივისცემას იმსახურებდა მის ოპონენტებშიც. კი, ხო, ეს არის მოკლედ აი ის პრობლემების ბუკეტი, რომლებიც დაგვიბრუნდება მერე სხვადასხვა ლექციებზე, სხვადასხვა დოზით და სახით, მაგრამ აქ ყოველ შემთხვევაში შეგვიძლია შევინარჩუნოთ ის გამოკვეთოთ, ხო? ის დავიმახსოვროთ, რომ აქაც ფაქტობრივად რაც ხდება ამ ილიაზე ჩაფრენილი მოდელის შემთხვევაში არის ის, რომ როგორც ნინოშვილის დაკრძალვისასვე ფაქტობრივად ცდელობა არის, რომ გაანეიტრალონ ის სიახლე, რომელსაც წარმოშობს ეს მესამე დასი, ხო? და თავისი ამ კლასობრივი შუღლის განაცხადით და ეს უფროსი თაობა ცდილობს, რომ რაღაცნაირად იმასაკრას მოათვინიეროს და თავის, ასე ვთქვათ, მასში გენეალოგიურ ხაზში ჩაწეროს, ხო? აი ამ ილია ჭავჭავაძეში რო ცდილობენ ჩააბრუნონ, ასე ვთქვათ, ეს ნოე ჟორდანიაც და მთლიანად მესამე დასიც, ხო? თქვათ იმის გამო, რომ იქ ივერიაში უბეჭდავდა ილია, ან თქვათ, რომ რაღაცა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მონაწილეებიც იყვნენ და ასე შემდეგ. ან თქვათ პირიქით რო ცდილობენ რომ სრულად განაგდონ, ხო, რაღაც ამოაფურთხონ, ხო, ამ ქართული ისტორიული, თქვათ, რაღაცა ღირსეული ფიგურების პანთეონიდან. ეს კარგად აჩვენებს ისევ და ისევ როგორ გვიჭირს დღესაც მოვიაზროთ აი ის თუ რა ფუნქცია ქონდა, თქვათ, წყვეტის ფაქტორს, ხო, იმას თუ ანუ როგორ და რატომ ემიჯნებოდნენ თქვათ რაღაცა ჟორდანიასნაირი ავტორები რაღაცა წინა თაობის წარმომადგენლებს, ხო, და თქვათ რაღაცა პრეტენზიას აცხადებდნენ, რომ რაღაცა რადიკალურად ახალს იწყებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა ისინი იდგნენ იმ რაღაცა საძირკველზე, რომელიც მათ დაუტოვეს აი ამ წინა თაობის მოღვაწეებმა, ხო? ეს მათთვის არ იქცეოდა რაღაცა აბსტრაქტული მადლიერების საკნად, რომ ახლა რადგან რა თქმა უნდა წინა თაობამ რაღაც დაგიტოვა, ამიტომ უნდა ფეხქვეშ გაუწვე და მადლიერი იყო და აღარ გააკრიტიკო და არაფერი თქვათ ახალი არ დაამატო, ხო? აი ეს რაღაცა სიახლის შიში არის ის ერთ-ერთი თქვათ ნაირსახეობა, რასაც ვიღებთ აი ამ რევოლუციისადმი, აი რაღაცა ალერგიიდან, ხო? რომელიც ეთყობათ, თქვათ, აი გინდ ლიბერალ და გინდ კონსერვატორ ავტორებს, რომლებიც ცდილობენ რომ გადახარშონ და ვერ ხარშავენ ბოლომდე აი ამ
ილიას და ჟორდანიას შორის მიმართებას, ხო? მით უმეტეს რომ ანუ სულ ბოლო კომენტარი რომ დავიწყეთ იმითი რომ აი ეს მომამბის არჩევი რომ ვნახეთ ხო როგორი მართლა ყველაფრის გამათანასწორებელი იყო ხო რაღაცა ღვინის დაყენებიდან დაწყებული და რა ვიცი მე ხო თარგმანები და ჟორდანია და ვიღაცა ფსევდონიმიანი ავტორი და ყველაფერი რო ჩაყრილი იყო ძალიან ზედმეტი ყურადღება ექცევა ხოლმე აი ამ ქართულ ფილოლოგიურ წრეებში და ზოგადად აი ნაციონალისტურ წარმოსახვაში აი რაღაცა დიდ კაცებს ხო, დიდ ფიგურებს ხო, გამოკვეთილ თქვა და ესეთ რაღაცა პროტაგონისტებს როგორიც არის თქვა ჭავჭავაძე ან ჟორდანია თუნდაც და სრულიად თვალსაჩინოს მიღმა რჩება ის რომ უმთავრესი ასე თქვა ნახასიათებელია იმ საჯარო სივრცის რომელიც ჩამოყალიბდა აი ამ ბეჭდური პრესის გავლით იყო სწორედ მეწილად იმდენად ანონიმური, ფსევდონიმური და იმდენად ასე ვთქვათ, გადანაწილებული ძალიან ბევრ უსახელო, ნაკლებ ცნობილ ავტორზე, ხო, რომ შეიძლება აღმოაჩინო, რომ კი, რა თქმა უნდა, თქვა ჟორდანია განსაკუთრებით კარგად გამოთქვამს რაღაცას და ილია ჭავჭავაძე, რა თქმა უნდა, რაღაცა გამოკვეთილი ფიგურაა, სრულიად და გამორჩეული თავის მხრივ, ხო, ძალიან ბევრ რამეში, მაგრამ ანუ რო შეხედო აი ყოველდღიურობაში მთელ ნომრებს ხო ამ სერიულად რო შეხედო აი ესე კონვეიერულად რო გამოიცემოდა მთელი ეს თქვათ გაზეთები და ჟურნალები ის რაც ხშირად მიგვაჩნია ხოლმე რომ არის თქვათ კონკრეტული აი ამ ავტორის ორიგინალი ნაზრევი და გამონათქვამი ხო აღმოჩნდება რომ იმავე პერიოდში ითქმებოდა უამრავი სხვა ავტორის მიერ იყო რაღაც საზიარო მესიჯი ასე ვთქვათ ხო რომელიც წოთ იმითი იყო ასე ვთქვათ ღირებული და იმითი მუშაობდა იმითი იძენდა ვალიდაციას რომ აი ესე კონკრეტული პერსონებისგან დამოუკიდებლად ცირკულირებდა აი ამ ბეჭდური მედიის გავლით და ეგრე რო იწყებ აი რაღაც მედია ინფრასტრუქტურის პერსპექტივიდან რო შეხედავ აი ამ ქართულ ინტელექტუალურ ისტორიას ბევრად უფრო ესე დეცენტრალიზებულ სურათს იღებ და აღარ გიწევს მე თუნდაც არც ის რომ ჩაიციკლო თქვათ იმაზე რომ აი გინდა თუ არა აი ჟორდანიას და ჭავჭავაძეს ჰქონდათ რაღაცა ჯახი როცა სინამდვილეში აღმოჩნდება რომ თავარი თქვათ პოლემიკა რომელიც წარიმართა აი ილიას ბანაკს და მესამე დასს შორის ბევრად უფრო მეტი ავტორის და ბევრად უფრო რაღაც ესეთ ჰორიზონტალურ დონეზე წარიმართა და ბევრად უფრო მოუხელთებელი არის და ბევრად უფრო გაფანტული არის ლიტერატურული კორპუსი რომელშიც ეს ბრძოლა წარიმართა ვიდრე უბრალოდ შერკინება ორ აი ამ რაღაცა უფროს თაობის ერთ კორიფეს და აი ამ ახალი თაობის აი რაღაცა თავხედ ახალგაზრდას შორის ხო და ამითი ამ რაღაც ფეტიშურ მიდგომასაც ავიცილებთ ჩვენივე ისტორიის მიმართ. ხო, რა ვიცი, ეს არის რაც შეიძლება დღეს საკმარისი იყოს და შემდეგში უკვე გურიის რესპუბლიკა და გურულების ფიცი და ასე შემდეგ იქნება ჩვენი საკითხი. ესე იგი მე მაინტერესებს ძალიან ბანალური კითხვა ილია რო გადარჩენილიყო კითხვი შენ. რო არ მომკვდარიყო. და სოციალურ-დემოკრატიულ აი ამ მოწყობაში რო ეცხოვრა შენი აზრით სად იდგებოდა? ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ხო ჩამოყალიბდა პრინციპში მე ილიას ფიგურაზე რომ იქნებოდა ედპ-ში და როგორც ნიკო ნიკოლაძე იყო და იქნებოდა ესეთი ნიკო ნიკოლაძეს რაღაც ტიპის ის ქონდა ხო? ანუ მიმართება რაღაც ტიპის კოლაბო რაღაც ტიპის მრჩეველი იყო მუშაობდა ამათთან და თავიდან ისეაც კოალიციური იყო ეს მთავრობა და თქვა დიპლომატიურ სამსახურში ისეაც ეს არისტოკრატი და უფრო ნაციონალისტი ეროვნულ-დემოკრატი ხალხი გაგზავნეს და ეგ გაგაჭირებია. სურათში რა. აი უფრო დიდ სურათში რომ დავინახოთ, რომ ილია არ კვდება. ხო. რაღაცნაირად მისი, აი ეს რაღაც ტიპის ესეთი წყვეტა ხო ხდები, აი ამ დასებს შორის, რაც კონფლიქტი და დაძაბულობა, მაგრამ ესეთი წყვეტა, აი ეს
არ ხდება და მე რა ტიპის მემკვიდრეობად შეიძლებოდა ეს ყველაფერი თარგმნილიყო რა ანუ აი უფრო რაღაც ფართოს როჯერ დავინახოთ და ცოტა ისე დავინახოთ რა ერთი ეს მაინტერესებს მეორე მაინტერესებს ამ მედია ინფრასტრუქტურაზე შენ ხშირად ამბობ რომ უბეჭდავდა ილია უბეჭდავდა ანუ რა იყო ეს როცა შენ ვიღაცას უბეჭდავდი რა ტიპის გადაწყვეტილება იყო ეს ანუ რა ტიპის ურთიერთობაში უნდა ყოფილიყავი ეს მარტო შენი ნიჭი და არტიკულაცია და აზრი იყო თუ სადღაც სხვა არაფორმალური კავშირებიც და ცნობადობას და რაღაცაც იყო ეგ მაინტერესებს და კიდე ერთი კითხვა მაინტერესებს ანუ მაშინ როცა ილია ჭავჭავაძე იდეაში ანტირევოლუციური პროექტი არის ხო? დიდი ხნის განმავლობაში სტალინისტურ პერიოდის შემდეგ როგორ ხდება ის რაღაც ტიპის ნაციონალისტური და სადღაც სტალინისტვის ადვილად მოხელთებადი და გახედნადი სუბიექტი. აი ეს კითხვაც მნიშვნელოვანია რომ დავსვათ. მოდი ბოლოდან დავიწყებ ბარემ. ანუ ხო ეს სტალინურ პერიოდში პრინციპში მაშინაც თქვით ხო აი ნინოშვილთან მიმართებაში აი ილიას თაღაკის ძეგლი რო უცებ რო აღმოცენდება ხო და უცებ თელი დისბალანსი რო ქნის რუსთაველზე და თან ეს პლუს ქართულ ისტორიოგრაფიაში და ლიტერატურაცოდნეობაშიც რომ აისახება და თქვათ ეს პირველი ესეთი აი ილიას როგორც ერის მამის აღზევების მომენტი რო არის 1927 წლის იუბილე ხო რომელსაც სტალინი დაუკვეთავს ანუ ილიას და აკაკის და ანუ ყველა ესეთი ფიგურა და მსგავსი ბევრი იყო თქვათ იგივე რუსულ ლიტერატურულ პანთეონშიც რომლებიც არც თქვათ ნინოშვილით პირდაპირ თუ ირიბად მაინც რევოლუციური ავტორები იყვნენ და ვერც მოესწრნენ ან თქვათ ხო ძალიან წინათაობის და თქვათ არისტოკრატიული წარმომავლობის და ლიბერალი თუ კონსერვატორი ავტორები იყვნენ მეტნაკლებად ძალიან ლამაზად მოაქციეს აი რევოლუციური დემოკრატების ესეთ შაბლონურ ქოლგა ცნებაში უკვე ამ სტალინის დროინდელ ისტორიოგრაფიაში რომ შეგეძლოთ ჩაგეყარა ყველა ვინც კი იყო რაღაცა ტიპის მოწინამორბედო ელემენტი რომელიც გინდოდა რომ როგორც ასეთი დასაფასებელი მემკვიდრეობა შეგენარჩუნებინას თქვით და რაღაცა პანთეონის ნაწილად გადაგექცია ისე რომ თქვათ შეიძლება მათ არაფერი გარდა იმისა რომ ქონდათ რაღაცა უბრალოდ ესეთი როგორც რაც ილიას რო ქონდა რომ აი ბატონყობა უნდა გაუქმებულიყო და რაც მის პერიოდში იყო ყველაზე უფრო პროგრესული მოთხოვნა რომ აი მაგის წამოყენების იქით არაფერი რო არ გაუკეთებია ხო მაგრამ აი ეს რევოლუციონერი დემოკრატის აი რაღაცა ქოლგა ჩარჩოში ყრიდნენ ძალიან ბევრი ტიპის ავტორს და ზოგი თქვათ იგივე ნინოშვილსაც კი მაგაში გადაისვრიდა და არა თქვათ ამ რაღაცა პროლეტარიატის მწერლის იანლიყის ქვეშ არ მოაქცევდა მაგრამ ხო ანუ თქვათ ახლა რა ვიცი გიორგი მაისურაძეს დაუჯერებთ რომელსაც ნაკლები აქვს ხო ეს უშუალოდ აი ეს ამ ილიას კულტის წარმოშობა უკვე ამ სტალინური პროექტის ფარგლებში ძალიან დიდი როლი აქვს ამ სტალინის ბიოგრაფიას და მის უშუალოდ აი იმ ფაქტს რო თქვათ ისეთ ივერიაში დაუბეჭდეს პირველი ლექსები და თან ეს რაღაცა სტალინის სურვილი რომ საკუთარი თავი წარმოეჩინა როგორც რაღაცა ძალიან ძირძველი კულტურის და ძალიან დიდი მე-19 საუკუნეშივე ძალიან დიდი მწიგნობრული ინტელიგენტური კულტურის მქონე ერის წარმომადგენლად ხო რომელიც მოდის ანუ ისეთი კულტურიდან რომელსაც საბჭოთა პერიოდამდევე ქონდა ჩამოყალიბებული მთელი კულტურული ინფრასტრუქტურა განსხვავებით თქვათ აი იმ უფრო ჩამორჩენილი ასე თქვათ ერებისგან რომლებსაც საბჭოთა კავშირი უქმნიდა ხო იქ ოპერასაც და ლიტერატურასაც დამწერლობასაც და ყველაფერს ხო რაღაცა ამ ჩარჩოში შეგვიძლია განვიხილოთ რაც შეეხება აი იმ საკითხს რომ აი რა იყო საერთოდ რომ ეს ილია უბეჭდავდა ეგეც კი ანუ რაღაც არაზუსტად თქვი შეიძლება იმიტომ რომ იმ პერიოდში როცა თქვათ ეს
ჟორდანია და ეს თელი მესამე დასელები იწყებენ ბეჭდვას, ხო, ესე უშუალოდ ილია ჭავჭავაძე არც არის პირდაპირ რედაქტორი, თქვათ, ივერიასი და სხვები არიან, ხო? თქვათ, არის გრიგოლ ყიფშიძეა, 1000 ვიღაცა არის. უბრალოდ ეს ილია, რა თქმა უნდა, არის როგორც ესეთი ჭრილოვანი ფიგურა, რომელიც თვითონ მაგალითად არც შედის პირდაპირ პოლემიკაში 90-იან წლებში, ხო? 1900 წლამდე, როცა ჟორდანია აი რაღაცა ესეთ ცნობილ რამდენიმე ესეთ უკმეხ გამორათქვამს წარმოისვირს, მანამდე არც შემოდის ილია პირდაპირ პოლემიკაში, მაგრამ მაგ დროს უკვე ფაქტობრივად ესეთი გუშინწინდელი ფიგურა, მაგ დროს უკვე დამარცხებულია ეს ილიას ბანაკი, აი მესამე დასელებთან კამათში, ხო, ამიტომ არის, რომ თქვათ, ილიას და ჟორდანიას პოლემიკაზე რომ რაღაცა განსაკუთრებულ იმას რომ ყურადღებას რომ მიაპყრობენ ხოლმე და მიაჩნიათ, რომ მან რაღაცა განსაკუთრებული მოხდა, აბსოლუტურად ქიმერული საგანი არის, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ის რაც მართლა იდეოლოგიური შეხლა-შემოხლა მოხდა, უკვე ჩავლილი იყო, აი 90-იანი წლების დებატების დროს, როცა ბევრად მეტი და სულ სხვა ავტორები, როგორც მესამე დასიდან, ისე ამ ილიას ბანაკიდან ეკამათებოდნენ ერთმანეთს აი კაპიტალისტური ტრანსფორმაცია მოხდა თუ არ მოხდა და ასე შემდეგ ეგეთ საკითხებზე, ხო? ხო, და ანუ ეს ანუ ისევ და ისევ იმდენად მაინც ეს კავშირები ძალიან მჭიდრო იყო და იმდენად პატარა იყო ეს ინტელიგენტური სივრცე, რომ ახლა რაც არ უნდა იქ ესენი ქონოდა უთანხმოებები, ყველა პოულობდა რაღაცა პატარა ვიწრო სივრცეში ერთმანეთთან ადგილს და იმისი ფუფუნებაც არ იყო, რომ თქვა ვიღაცისთვის ხელი გეკრა, იმიტომ რომ აი ხო, ანუ ჟორდანია იმის გამო რომ იყო ძალიან გამოკვეთილად ნიჭიერი ავტორი, ხო, რომელსაც განსაკუთრებული უნარი აღმოაჩნდა ამ ანალიტიკური წერის, მიუხედავად იმისა, რომ თქვა რაღაცა აშკარად ეთყობოდა, რომ თლათ ახლა იმ ხაზს არ მიყვებოდა, რასაც თვითონ ილია, ხო, ანუ რაღაცა შეთავაზება მიიღო, რომ თქვა გადაებარებინა ეს ივერია. ისე როგორც გიორგი წერეთელი, რომელიც გადააბარებს მის მიერ ნახემძღვანელებ გაზეთ კვალს, ხო, თვითონ გიორგი წერეთელიც სხვა, ასე ვთქვათ, რელისებზე არის, ხო? მეორე დასის წარმომადგენელია და კი, კაპიტალისტურ აი ამ რაღაცა განვითარებას ლობირებს, მაგრამ მაინც უფრო აი ამ რაღაცა მეტნაკლებად სოციალურად კონსერვატორული და უფრო ნოსტალგიური არისტოკრატიული მითი соусით, ხო? ამიტომ ხო, ძალიან ესეთი ყოფითი ამბავი არის, როდის გიბეჭდავდნენ და ვინ და სად ბეჭდავდა, ხო? რაც შეეხება იმას, რომ არ მომკვდარიყო და არ მოეკლათ ილია ჭავჭავაძე, ნუ ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიის თანადამფუძნებელი იქნებოდა ალბათ, იქნებოდა ესეთი აი ნიკო ნიკოლაძესავით ერთ-ერთი გამორჩეული ესეთი ხრცოვანი ავტორიტეტული ფიგურა, დამფუძნებელ კრებაში ალბათ გავიდოდა, იმიტომ რომ თქვა იქნებოდა ედპს-იაში მოწინავე ნომრად. უბრალოდ უკვე, ანუ არა მარტო ამ მესამე დასელებთან, რომლებიც აი ამ მამას კლავენ, ხო, და აი ასე ვთქვათ, მას როგორც ძველ თაობას ცდილობენ რომ მიუჩინონ ეს წარსულში ადგილი და თქვენ რომ არა, ჩვენი დროა ახლა და შენ ვეღარაფერს ახალს ვეღარ გვეუბნები და ვეღარ უწყობ ფეხს მას, ხო, ანუ აწყოს. მაგათ გარდა, ანუ არჩილ ჯორჯაძეც და ძალიან ბევრი სხვა, ვინც თქვა არ იყო ესე თლათ პირდაპირ დაწაკებული, ხო? ილიას ბანაკს, ანუ იმათვისაც კი ცხადი იყო, რომ გუშინდელი ამბავი იყო უკვე რა, ეს ილიას პროექტი და ისევ და ისევ უფასებდნენ აი იმ პირველი ხანების ადრეული წლების ნამოღვაწარს და იმ დროინდელ ლიტერატურას და თქვათ სრული მიუღებლობა ჰქონდათ იმ კონსერვატიული ბრუნის მიმართ, რომელიც თქვათ უფრო გამოიკვეთა ბოლო პერიოდში და მით უმეტეს, ანუ ბევრად უფრო ანუ ეს პარადოქსულია, ხო, რომ დღეს რო რაღაცა ეს დამოუკიდებლობის მაღლობა რომ მიეწერება თქვათ ილიას
ბოლომდე თქვათ цаრისტული ხელისუფლების მომხრე იყო, ასე ვთქვათ, მაშინ როცა ეს ვითომ უსამშობლო ხალხი იყო ჩართული იმაში, ხო? თქვათ იმ ძირის გამოთხრაში იმ იმპერიისთვის და თქვათ მე უკვე თქვათ რაღაც ტიპის კონკრეტულ პროექტების დასახვაში როგორ შეიძლებოდა აი ამ დემოკრატიზირებული რუსეთის ფარგლებში რაღაცა ტერიტორიული თუ კულტურული ავტონომია მოეპოვებინა საქართველოს და თქვათ სხვა კავკასიურ ერებს, ხო? ხო. ვარაუდობთ, რომ აი ნიკო ნიკოლაძეც ხო იდეაში მე კომუნისტები რო შემოდიან თანაც ხო რაღაც ტიპის, ანუ რაღაც ტიპის იმასთან ორჯონიკიძესთან მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობს და მისი შვილები ნიკოლაძის პირდაპირებიან ინდუსტრიალიზაციის პროცესში და ნიკოლაძეც პირდაპირი ესაა რა თქმა იდეების მიმწოდებელი და ადვაიზორი შეიძლება ითქვას ამ ინდუსტრიალიზაციის ხო ახლა რაზეც უწერ იდეაში და შეიძლება სადღაც ჩავჭავაძეც მსგავს ну სიმბოლურ ფიგურად მაინც ანუ რადიკალურად რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ შეიძლება იმ დროს იმ კონტექსტში ესე არ წასული მეცია მოხუციც იქნებოდა ძალიან უკვე ხო მაგრამ სტალინი ყოველ შემთხვევაში ნამდვილად მასამდა მიანიჭებდა რაღაცა ასეთ სიმბოლურ სერიოზულ ხო ანუ ხო სპეკულატიური ისტორია მაგრამ ეგ მოხდება ანუ იმისი მოლოდინი რომ რაღაცა რადიკალურად სხვანაირად იქნებოდა პირველ რესპუბლიკაში ან თქვა რაღაც სხვანაირი სახელმწიფო იქნებოდა ილიას რო ეცოცხლა ნუ ეს არის ანუ უბრალოდ სრულად უნიადაგო ეს არის იმიტომ რომ მისი ცოცხლეშივე უკვე არც პარტიის ჩამოყალიბებაც კი არ მივიდა თქვა ხო მისი პროექტი მაშინ როცა თქვა ხო ანუ ყველაზე მოწინავე და მართლა ყველაზე მასობრივი და ასეთი მკვრივი სტრუქტურა სწორედ ამ სოციალ-დემოკრატებმა შეიძინეს ხო და მე თქვა მიყვნენ ფეხდაფეხ სოციალისტ ფედერალისტები ოღონდ ბევრად უფრო ნაკლებ პოპულარულები იყვნენ ხო მაგაცე მე ცალკე შეგვიძლია კიდე ანუ არაფერი ილიას სიცოცხლის ბოლო წლებშივე უკვე მას ისეთი არ ქონდა, რომელიც აი შეგიძლია თქვა, რომ იყო რაღაცა პროექტი, რომელიც ჩაწყდა, რომელიც აი კიდე შემდეგ წლებში განვითარდებოდა, რომ დასწროდა, ხო? ამიტომ ეგ რაღაცა მოლოდინი რო თქვა ის გარდა იმისა, რაც ზოგადად აი ეს უფრო მემარჯვენე ხაზი ეკავა თქვა პირველ რესპუბლიკაში აი ამ ედების წარმომადგენლებს, ხო, რომლებიც მე დაუბრუნდებით, როცა აი დამოუკიდებლობის დაფუძნების და იმ ლეგიტიმაციაზე მსჯელობის საკითხს მივადგებით, ხო, ვინ რომელი პარტია როგორ მაშებოდა უყურებდა ამას. მან ხო წილს შეიტანდა რაღაცა უფრო ესეთი ნაციონალისტური იმეებით, ხო, ელფერით შემოსავდა აი ამ დამოუკიდებლობის გამართლებას, ხო? მაგრამ აი რამე პრინციპულად რაღაცა ისეთი განსაკუთრებული და სხვანაირი უბრალოდ არ იქნებოდა, იმიტომ რომ თვითონ მართლა იმ რევოლუციამ და 1905 წლის რევოლუციის პერიოდმა უკვე გამოკვეთა ეგ სოციალ-დემოკრატებს იმხელა მასობრივი მხარდაჭერა ჰქონდათ და იმდენად დომინანტი წამყვანი პოლიტიკური ძალა გახდნენ, რომ მთელი პროცესი, რაც კი შემდეგ მოხდა, მათი ლოგიკით და მათი მოწინავეობით წარიმართა, ხო? ასე რომ ეგრევე დარჩებოდა რეალურად რა. ხო. მადლობა პირველ რიგში სოლექციისთვის. მე ერთი ამ ფრაზის მიმართ მინდა ფრაზას რო დავუბრუნდეთ აი ეს ხეროჭრიან ნახუტებიც ანუ ამდენადაც ყოველთვის მინდა ხოლმე აი თქვა ჯორდანიას გამართლება მაშინ რომ ეს ამ კონტექსტიდან ამოჭრილი ფრაზაა ისედაც ნუ რა ხდებოდა მაშინ ქვეყანაშიც თბილისის ტერაქტიც 1-2 თვით ადრე მოხდა ხო ეს პოსტაზე თავდასხმა მაგრამ ანუ ამ ფრაზაში თუნდაც ამ აბზაჩშიც მაინც ხომ ანუ ნაფუცად არებს ილიას რომელიც იმ ხის ნაწილი იყო ხო ანუ კი შეიძლება ეს არა აქვს რა ნიშნის მოგება რომ აჰა მოკლეს მაგრამ ანუ რაც დამამცირებელი ფრაზა არის ხო მაინც რეალურად რომ ნაფოტია რომელიც იმ ხის ნაწილი იყო რომელიც უნდა მოჭრილიყო ანუ საინტერესო მან მეგონი არის ის რომ
თუ ჩავსვამთ არა უბრალოდ თქვათ რაღაცა ისევ რევოლუციის კონტექსტში, რომელშიც ხო ძალადობა ხდება და რას ვიზამთ, ხო? ანუ მაგ მიმართულებთ არამედ ზოგადად კიდევ უფრო თუ გავაფართოვებთ εμას ფარგალს ხო და აი თლიანად აი იმ რაღაცა უფრო დიდ ისტორიის ფილოსოფიურ აი მოდელს მიუბრუნდებით, რომელიც ხა დღეს მიმოვიხილეთ, ხო? ეს რაღაცა მართლა ეს საერთოდ სოფლიო ისტორია როგორ მოძრაობს და ამაში ვთქვათ გინდ ინდივიდის, აი ვთქვათ გინდ საქართველოსნაირი პატარა ქვეყნის როლი რა არის, მაგას რო განიხილავს, ხო? ანუ მანდ იმ თავითვე არის, ხო, ეს რაღაცა ისეთი ლოგიკა, რომელიც გეუბნება, რომ არსებობს რაღაცა ძალიან დიდი პროცესები, რომლებიც რაღაც ტიპის გარდაუვალობას, ხო, სტიქიურ გარდაუვალობასავით მიდის და გატყდება თავს და ეს მოგიყოლებს ქვეშ, ხო? თუ შენ თვითონვე სერფერებით არ მოაჯერხი, ასე ვთქვათ, ტალღას, ხო? და ეს არის ზოგადი ლოგიკა, რომელიც თლიანად გამშვალავს მთელ აი ამ ისტორიის ფილოსოფიურ მოდელს და ამიტომ არ მიემართება, ვთქვათ, არ არის მაგხრივად არაფერი სპეციფიკური იმაში, რასაც ამბობს იმაზე, ხო? ილია ჭავჭავაძეზე მეორე მხრივ, ოღონდ, ანუ მე როცა ამბობ, რომ ის, ვთქვათ, კონტექსტუალიზაციას ცდილობს, ხო? ვთქვათ, იმ რევოლუციის, როგორც აი ნიადაგის, რომელმაც ესეთი ძალადობები წარმოშვა, რამაც მე მოიყოლა, ხო? ილია ჭავჭავაძეც, იმიტომ რომ ანუ კიდევ ერთხელ მან არავის არ მოსდის თავში აზრად, რომ დააბრალოს ის რაც დღეს არის ხოლმე, ხო? რომ პირდაპირ აი ესე ბიშტოთი რომ მიადგნენ და მოკლეს და იმიტომ რომ აი რაღაცა თითქოს რაღაცაში ბარიერი იყო ილია სოსტეკების პროექტის, ხო? როცა ნუ უბრალოდ საერთოდ არანაირი მაგ ტიპის წონა აღარ ქონდა იმ პერიოდში, რომ შეძლებოდა რომ რამე დაბრკოლება შეექმნა ისეთი, რომ საჭირო გამხდარიყო მკვლელობა, აი რომ ცნდომებოდათ მაგალითად, ხო? ეს საერთოდ რომ რაღაცა რელევანტური ყოფილიყო საერთოდ ეგეთ რაღაცაზე ფიქრი, ხო? ძალიან პრაგმატულად და ცინიკურად რო ვთქვათ მართლა, ხო? ამბავი არის ის, რომ ანუ არც ისე არ უნდა გავიგოთ, რომ რაღაცა ეს არის ჟორდანია ესეთი ვეგეტარიანელი საყვარელი ბუნჩულა ტიპია, ანუ არიან, ანუ მართლა ტერორისტულ აქტებს აორგანიზებენ და ხო, ანუ ძალადობა, როგორც პოლიტიკის ნაწილი მათთვის, ისევე როგორც ანუ დემოკრატიული ბრძოლის ნაწილი, ანუ არის სრულად განუყოფლად, ხო? ანუ ეს რევოლუციური ძალადობა, ან თუნდაც რაღაცა ესეთი უფრო მიმართული ინდივიდუალური ტერორისტული ძალადობა არის აი იმ რეპრესიულ, цаრისტულ, აი რაღაცა პოლიციური რეჟიმის პირობებში რაღაცა, რასაც ხო რა, მიმართავენ და ეს მიღებული არის და ნახავთ მე უკვე აი ამ რევოლუციის აი პარადიგმას კიდევ უფრო რომ გავშლით თანდათან, ხო? მათ შორის თქვათ იგივე რესპუბლიკის პერიოდშიც უკვე როცა ბევრნაირი ტიპის ეს უწევთ, ხო? თქვათ რაღაც ბრძოლაში ჩაბმა მთავრობაში მოსულ სოციალ-დემოკრატებს, ანუ მათ უწევთ ძალადობის რაღაცა ტიპის ლეგიტიმაცია, ანუ რაღაც ტიპის თეორიული გამართლების მოძებნა და რა თქმა უნდა ეს რაღაცა ისეთი ტიპის პოლიტიკური კულტურაა, რომელიც ნუ ბევრად უფრო მიმღებლური არის ფიზიკური ძალადობისადმი, ვიდრე ხა თქვათ დღეს შეიძლება ჩვენი გემოვნებით ზომავდეთ, ხო? ამიტომ ხო, მანდ ანუ რაღაც მაგხრივ გამართლებას არც დავუწყებ ჟორდანეს, იმიტომ რომ ხო რა, ანუ ეგ რაღაცა მოწემულობა იყო ისეთი, რომელიც შეიძლება ხა დღეს ცოტა ესე ამ ძეზე და ბულგზე გასდილ ხალხს ცოტა გვიხამუშება, მაგრამ ხო რა, ეგეც სწორედ ნაწილი იქნება იმ კოორდინატების, რომელიც უნდა მასაკვნათ, ანუ მოვიაზროთ და თვალი გავუსწოროთ, თუ გვინდა რომ გავიგოთ თვითონ როგორ ესმოდათ, ხო? თვითონ რა აღქმა ქონდათ თავიანთი თავის და თავიანთ გარშემო პროცესის და პოლიტიკური პროცესის, ხო? ასე რომ ასეთი დამოკყოფილებელი რამე კაი პასუხი მაგაზე არ გვაქვს, ხო? უბრალოდ შეგვიძლია მართლა კონტექსტი გამოვკვეთოთ ადეკვატური ის, რაც როგორც იყო და როგორც მიაჩნდათ და როგორც მოიაზრებდნენ ამის კი არა რომ ძალადობა ან უარყოთ ან ვთქვათ გავანეიტრალოთ ან რაღაცა იმას გავაპატიოსნოთ, ხო? არამედ უბრალოდ მართლა ახსნა მოუძებნოთ, რატო იყო მისაღები, ვთქვათ, მაშინ ეს ძალადობა როგორც რაღაცა პოლიტიკის არსებითი ნაწილი.
მე რაც მაინტერესებს არის ის, რომ მაგ პერიოდის ლიტერატურაში ძალიან ხშირად ხვდებით, აი ამ ერთ კონკრეტულ, ასე ვთქვათ, ფრანგული მმართველობის სიყვარულს ქართველი იმდროიდელი პოლიტიკოსების და საზოგადო მოღვაწეების მიმართ. რაც მე არ შემხედრია და შეიძლება უბრალოდ მე არ შემხედრია და სინამდვილეში არსებობს არის ის რომ მგონია რომ გაცილებით უფრო ნაკლები არის სამ მოდელს როცა განვიხილავთ ჩვენ და ვამბობთ რომ არის პირობითად ინგლისის გზა არის გერმანიის გზა არის საფრანგეთის გზა მგონია რომ ინგლისის გზა რაც რეალურად საქართველოსთვის ყველაზე ბუნებრივი უნდა იყოს იმიტომ რომ რუსეთმა რაც წაგვართვა პირველად იმ ასე ვთქვათ პირველადი არსებით რაღაცა იყო ეს მონარქიული მოდელი მაგაზე მგონია რომ მაგ პერიოდში მაგდენად არავინ არ ლაპარაკობს. მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც იგივე ჟორდანიაც რაღაცა აზნაური არის, მიუხედავად იმისა, რომ ილია წინა ლექციებზე რო ახსენეთ ხელს აწერს, რომ ილია ჭავჭავაძე, აი ამას ცოტათი ვერ ხსნი, რომ თუ ამ ხელა ტალღა მოყვება იმას, რომ აი მუშათა რევოლუცია და რაღაცა, რატო არ მოყვება თუნდაც იგივე თავად აზნაურების მხრიდან ამ ხელა ტალღა იმას, რომ დაუბრუნოთ მეფე, მოუძებნოთ ბაგრატიონები, აი ცოტათი მიკვირს ხოლმე ეს ისა, იმიტომ რომ ფაქტია რომ აი ამ რაღაცა გაცილებით უფრო მემარცხენეულ იდეებს ქონდა რაღაცა დიდი გაცილებით დიდი მუხტი დიდი ბიძგი როცა თითქოს ცოტა სხვა კუთხიდან რო შეხედო შეიძლება მაგ დროს ქართველებს თავის ბუნებრივ მდგომარეობაში დაბრუნებაც კი უნდა სურდეთ არის ხო ეგ ანუ იმ ხანად იმდენად უკვე სუსტი იყო ეს ქართული არისტოკრატია ხო და ცნობილია ხო მთელი ლიტერატურული აღწერები მისი ამ ეკონომიკური დაღმასვლის და აი ამ რაღაცა ხო სომეხი მევახშის თუ თქვათ იმის ვაჭრის ხელში რო ვარდებიან და ქონებას რო კარგავენ და ასე შემდეგ და ნუ პოლიტიკურათაც ეს ეროვნულ დემოკრატიული პარტია რომ ძალიან ხო გვიან ისახა და მე პირველ რესპუბლიკაში ძალიან უმცირესობაში იყო ეს ნუ აისახა კიდევაც პოლიტიკურად სიტუაციაზე და ანუ ხო არც დამდგარა ესე არსებითად აი რაღაცა ძველი ქართული მონარქიის აღდგენის თუნდაც იმიტომ რომ ერთიანი ქართული მონარქია ხო არ იყო თქვათ ჯერ ქართლ-კახეთი შეიერთა რუსეთმა და მერე ცალ-ცალკე ეს დანარჩენი სამთავროები, ამიტომ ის საქართველო, რომელიც ეს ერთიანი სახით მე-19 საუკუნის მანძილზე მივიღეთ, იყო სრულიად აი რუსული იმპერიული პროექტის ფარგლებში, აი ჟორდანიასთან აღწერილი სატრანსპორტო, საკომუნიკაციო, ეკონომიკური ათასნაირი ადმინისტრაციული შეკავშირების შედეგად მიღებული სრულიად ახალი ერთეული, ხო? და აი მაგ კითხვას ეხლა რო აღარ გავაგრძელოთ, ანუ აი რო ჟორდანია რო და სხვები რო იწყებენ დაფუძნებას 1918 წელს დამოუკიდებლობის და ამისთვის გამართლების საბუთების პოვნას, აი როგორი მიმართება დაეკავებინათ რუსეთამდელ მონარქიულ სახელმწიფოებრიობასთან ეგ ძალიან კომპლექსურად და საინტერესოდ შემოდის მათ შორის ამ მემარცხენე რევოლუციონერებშიც, რომლებიც იდეაში რევოლუციაში აფუძნებენ ყველაფერს, მათ შორის იმ დემოკრატიულ რესპუბლიკასაც, ხო? მაგრამ ხო, ანუ იმდენად რაღაც ახლებური, ჯერ ესერთი თქვათ, თვითონ ეს ჭავჭავაძეს და სხვაებიც თუ განიხილავდნენ რამეს, თქვათ, რაღაც ავტონომიას ან რაღაც ტიპის ცალკე პოლიტიკურ ერთეულად ჩამოყალიბებას ეს იყო რაღაცა ტიპის რეფორმირებულ რუსეთში გინდ მონარქიის რუსეთის იმპერატორის შენარჩუნებით გინდ თქვათ სრული დემოკრატიზაციის პირობებში მაგრამ მაინც რაღაცა უფრო დიდ რუსულ ჩარჩოში რაღაცა ავტონომიის შეძენას და იმდენად ეს თქვათ ალექსანდრე მეორის რეფორმების მერეც ეს უფლებრივი გათანასწორება იმდენად ამ მოდერნიზაციის და ევროპეიზაციის ასე ვთქვათ ეს იყო ანუ განუყოფელი ნაწილი იყო რომ აი ის თქვათ მემარჯვენე არისტოკრატიული წარმომავლობის ევროპაში განათლება მიღებული და თვითონაც ევროპისკენ მომზირალი ისინი ნუ ხო მათთვისაც სრულიად რეგრესული მოვლენა იქნებოდა, თქვათ იმაზე ფიქრი, რომ აი იმ სახით აღედგინათ, თქვათ რა, ბაგრატიონთა დინასტია, როგორც მანამდე იყო, მით უმეტეს, რომ რუსეთმა თქვათ იმ ხელა წყვეტა მოიტანა, ხო, ინსტიტუციური მეხსიერება იქნება ეს თუ ყველანაირი სახის წყვეტა მოიტანა, ხო, თქვათ იმ მე-18 საუკუნეში არსებულ ქართული მიწები რაც იყო იმათ პოლიტიკურ და ეკონომიკურ და კულტურულ
მდგომარეობასთან, რომ უბრალოდ აი ესაც ბუნებრივი უწოდეთ, ხო? ანუ აღარ ქონდა აღარნაირი ნიადაგი მაგას, ხო? ან მართლა წარსულის ამბავი იყო, ხო, ეგ. მაგრამ აი მაგას დაუბრუნდებით ძალიან არსებითად უკვე აი 18 წელს 26 მაისს რა ხდება და მაგის გარშემო რა დებატები და როგორი, ანუ ეს არის ჭიდილები არის მაგაზე მსჯელობისას უკვე მაისში. ასე რომ ძალიან ცივი სამომავლო კითხვაა ეგ. კაი, ეხლა უკვე ნამდვილად მოვრჩეთ, იმიტომ რომ